გამარჯობა პატრიცემულო ჩვენ ლექტორო საზოგადოება ვიწყებთ დღევანდელ ლექციას და მინდა ვთქვა რომ ჯერჯერობით მადლობა ღმერთს ეს არის ბოლო ონლაინ ლექცია და მე ჩვენ რადგან მოიხსნა ეს შეზღუდვები ვუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ ფორმატს ალბათ ღია სივრცეში ვიზავთ ამას ჩავიწერთ და დავდებთ ხოლმე და ვხარობთ ამით ანუ ეს არის ჯერჯერობით ბოლო Zoom ლექცია, ესეთი ინტერნეტის მეშვეობით და ღმერთმა კარგ ახანს უნდა დაგვაჭიროს. Გამოვაგდოთ ჩვენი საუბრები ბიბლიური ისტორიის შესახებ, შემდეგი თემა, რომელსაც შევეხებით, ანუ დღევანდელი თემა, რომელსაც შევეხებით, ეს არის როგორ დავასათაურო იმასაც ვფიქრობ. მოსე სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლის წინ, აი ესე ვთქვათ. ვინაიდან თვითონ მოსე წინასწარმეტყველი აღარაფერს გვესაუბრება იმასთან დაკავშირებით რა ხდებოდა მის ყმობაში, როგორ იზრდებოდა ის რა ასე ვთქვათ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მის გარშემო აბსოლუტური დუმილია წმინდა წერილში ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე უწყება გაფანტული ცალკე ბიბლიურ იმაში რა ქვია ხრობაში, ცალკე ეგზეგეტიკურ ლიტერატურაში, ცალკე გარდამოცემებში, რომელიც ძირითადად იუდაურ გარდამოცემებს უკავშირდება, აქადურ გარდამოცემებს უკავშირდება და რეკონსტრუქცია ამ ყველაფრისა, ასევე ისევ ერთხელ დავესესხებით წმინდა სტეფანე პირველმოწამეს, რეკონსტრუქცია ამ ყველაფრის შემოკრება და რეკონსტრუქცია ჩვენ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს გვაგებინებს ჩვენი ლექციისათვის, დღევანდელი შეხვედრისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. საქმე ის გახლავთ მეგობრებო, რომ მოსე, რომელიც არის ფარაონის სასახლეში და ფარაონის კარზე გაზრდილი და არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი პრეტენდენტი ტახტისა, ფარაონის ტახტისა, მოსეს აქვს მიღებული თავისი დროის რაღაცა ძალიან მაღალი დონის, მაღალი კლასის ერუდიცია. ნუ არის ძალიან ერუდირებული. მე შეგნებულად ვიყენებ ამ სიტყვას, ყოველთვის ასე ვაკეთებ, თქვენც მინდა შემოგთავაზოთ და მინდა რომ ეს ასე ვთქვათ, ეს ტრენდი გავხსნათ, რომ განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ერუდირებული და განათლებული. ერთია, როდესაც ადამიანი არის ერუდირებული, მეორე არის, როდესაც ადამიანი არის განათლებული. შეიძლება იყოს ერუდირებული, მაგრამ განათლებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს. მაგრამ განათლებული თავის თავში არ უარყოფს და მოიაზრებს ერუდიციის ელემენტებსაც. ამიტომ დღეს ხშირად სიტყვა განათლებული მიეწერება ვიღაცას და ის რაღაცას იმაშვება, იმოძღვრება და რაღაც ღირებულებით ვექტორებს განსაზღვრავს ხოლმე იმ დროს, როდესაც მეტი არაფერია თუ არა დაგროვებული ინფორმაციის სიუხვე და მეტი არაფერი. განათლება არის არა ინფორმაციული სიუხვე, არამედ ამ ინფორმაციული სიუხვის ერთგვარ ღირებულებით ფილტრში გატარება და შესაბამისი ანალიზის ჩატარება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება, ამიტომაც განათლებულს შეგიძლია განათლებული უწოდოთ წმინდა გრიგოლ ხანძთელს, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ინტელექტი, მაგრამ ჯერყვალსა განაგდებდა და კეთილსა შეიწყნარებდა. აი ამის შემდგომ დგება განათლება და არა იმის შემდგომ, როდესაც რაღაც ინფორმაციული სიუხვე აქვს ადამიანს. ყოველ შემთხვევაში საეკლესიო ისტორია ამას განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, როდესაც თავის ისტორიის საფეხურზე ამბობს, რომ ქადაგების უფლება ყველას არ ჰქონდა, აღსარების მიღების უფლება ყველას არ ჰქონდა, აღსარება უნდა მიიღო იმას, ვისაც ამის საფეხურზე იდგა და ამის შესაბამისი სულიერი ძალა ჰქონდა, ქადაგება უნდა წარმოეთქვა იმას, ვისაც ამის შესაბამისი სულიერი ძალა ჰქონდა. ანუ არა რაღაც ინფორმაციული სიუხვე, არამედ ამ ინფორმაციული სიუხვის ღირებულებითი ფილტრი ჰქონდა, ასე ვთქვათ, ამუშავებული და შესაძლებელი იყო მისი ნდობა, შესაძლებელია მის ნდობა გამოეცხადებინა ეკლესიას. ეს არის ჩვენ ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით, გრიგოლ ნოსელი შეეხება ამ თემას და თავის სიმბოლურ იმაში, რა ქვია, ალეგორიულ ეგზეგეტიკაში შემოგთავაზებს ძალიან საინტერესო სწავლებას, ცოტა მოგვიანებით შევეხებით ამ დეტალს. ამიტომ რატო ვამბობ ამას შეგნებულად დავწარი სიტყვა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს საუბარი ერუდირებულ მოსეზე და არ გვაქვს საუბარი განათლებულ მოსეზე.
მოსეს განათლება ცოტა მოგვიანებით მოხდება. ჯერჯერობით არის ძალიან ერუდირებული, ის ბოლომდე არის განსწავლული შემდგომ მიდიამურშიც იქნება განსწავლული, მაგრამ ამ ეტაპზე ის ბოლომდეა განსწავლული ეგვიპტურ მისტერიებში, ბოლომდეა განსწავლული იუდაურ მისტერიებში, შემდგომ მიდიამურ მისტერიებში იქნება განსწავლული ასევე შესაბამისად ეგვიპტური ერუდიცია მას აძლევს საშუალებას, რომ არა მარტო ამ ჩაკეტილ საზღვრებში მოქცეული ცოდნით დაკმაყოფილდეს, არამედ ეგვიპტე თავის თავში გულისხმობდა საკმაოდ დიდ ინტელექტუალურ ტრადიციას და შესაბამისად ამ ტრადიციასთან ინტელექტუალურ ტრადიციასთანაც დაზიარებია მოსე და შესაბამისად მოსეს სახით, მოსეს სახით ჩვენ ყავს პიროვნება, რომელმაც საკმაოდ დიდი ინტელექტი დააგროვა და საკმაოდ ეს რა ქვია, გაიწაფა იმ მისტერიებში, რომელი მისტერიებიც ეგვიპტეში მაშინ იყო წარმოდგენილი. რატომ ამბობ მისტერიებს, ვინაიდან ჩვენ დღეს უყურებთ ასე, ჩვენ დღევანდელი გადასახედიდან ვსაუბრობთ ასე, რომ თქვათ მითი არის ეს რაღაცა ამბავი, რომელიც ასახავს რაღაცა ისტორიულ ხსოვნას, მაგრამ მას მითი ქვია მაინც და ის სამეცნიერო რაღაცა ლიტერატურაში ყოველთვის ძალიან დიდი კრიტიკის ქვეშ არის დაყენებული, მაგრამ იმ პერიოდში, რომელ პერიოდში მოსე მოღვაწეობს, მითი გახლავთ 11 არც ნაკლები სამეცნიერო ნაშრომი, ასე ვთქვათ, რაღაცა გრაგნილი, სადაც დაწერილია სიზმრების ახსნა, ეს გახლავთ ასევე სამეცნიერო შრომის შედეგი. ეს ყველაფერი მეცნიერება შემოკრებილია სწორედ ამის გარშემო, ამიტომ მისტერიებში, როდესაც ვამბობ, რომ მოსე იმდროინდელ მისტერიებში ბოლომდე არის განსწავლული და საკმაოდ მაღალ საფეხურზეა ასული, გულისხმობს სწორედ ამას, რომ მას აქვს უშუალო შეხება ასეთ ცოდნასთან. მეცაც გეტყვი, ჩვენ დღეს შევეხებით ამ საკითხს და იონე ოქროპირიც დაადასტურებს ამას, რომ მოსე თქვა მაგიურ მოქმედებასაც იყენებდა, შეეძლო მაგიური მოქმედების გამოყენება და ამ მაგიაში საკმაოდ კარგად იყო განსწავლული. კიდევ ერთხელ ეს მაგია არის არა მარტივად რელიგიური აქტი, რომელიც შეიძლება დღეს ასე აღვიქვათ, არამედ ეს არის მეცნიერული მიღწევის გამოვლინება და მეტი არაფერი. რატო ამბობ ახლა ამას, რატო უსვახავს, რომ მოსე არის ერუდირებული ახლა და შემდგომ იქნება განათლებული. ჩვენ ვეყრდნობით, ეს უბრალოდ დამატება იყო ჩემი მხრიდან, თორე არსობრივად ჩვენ ვეყრდნობით წმინდა გრიგოლ ნოსელის მითითებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსეს ცხოვრება იყოფა 3 ნაწილად. მოსე თვითონ გარდაიცვალა 120 წლის ასაკში და გრიგოლ ნოსელი გამომდინარე ბიბლიური თხრობიდან თავისთავად ცხადია და რა ადგილას იქნება ჩვენ ამას თავის დროზე აღნიშნავთ, გრიგოლ ნოსელი მოსეს ცხოვრებას 3 ნაწილად დაყოფს, 3 40 წლიან ნაწილად დაყოფს. პირველ ნაწილს ის უწოდებს, ასე ვთქვათ, მას კი აქვს ასეთი ტერმინი განმანათლებობითი, მაგრამ გულისხმობს თავისთავად ცხადია ერუდიციის დაგროვების ხანას. მეორე პიროდს უწოდებს გამწმენდელობით, ეს გამწმენდელობითია სწორედ ჩვენ ენაზე რო გამოვთქვათ აი ამ იმაში რა ქვია ამ კუთხით ამ ხედვით რომ ეს მეორე ეტაპი გამწმენდელობითი ეტაპი არის სწორედ განმანათლებლობითი ეტაპი და მესამე ეტაპი არის მოღვაწეობითი ეტაპი. ანუ ეს სამ ნაწილად იყოფა მოსეს ცხოვრება, განმანათლებლობითი, გამწმენდელობითი და მოღვაწეობითი, როგორც გრიგოლ ნოსელი ბრძანავს და ჩვენ რომ ასე ვთქვათ გავშალოთ, ეს არის ეს ერუდიციის შემოკრების ეტაპი, პირველი 40 წელი, მეორე 40 წელი არის განწმენდის, ანუ განათლების, ნათელთან ზიადების ეტაპი და მესამე ეტაპი არის, მესამე 40 წელი არის, ანუ 80 წლის შემდგომ 80 წელს რო გახდა მოსე, მაშინ ჩამოდის ის ეგვიპტეში და 80 წლის მოსე უკვე იწყებს მოღვაწეობით ეტაპს და ბოლო 40 წელი სწორედ ამ მოღვაწეობაში გაატარებს. რა განსხვავება ამას შორის და რატომ და როგორ თავისთავად ცხადია ამას შევეხებით ცოტა მოგვიანებით. ახლა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ წმინდა წერილში მოსე წინასწარმეტყველი პირდაპირ წერს, რომ როდესაც ის გაიზარდა, თავის თვისტომებთან გავიდა. აი, აქ უნდა გავჩერდეთ და ხო, თავის თვისტომებთან გავიდა და ნუ ნახა როგორ მძიმე ყოფაში არიან ისინი, როგორ მძიმედ მუშაობენ ისინი. ახლა ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ასეთ რამეს, რომ მოსე წინასწარმეტყველი რომ გაიზარდა და თავისიანებთან გავიდა, ეს არ ნიშნავს თავისთავად ცხადია იმას, რომ ვიღაცამ გაუშვა ის იქ, ან და უფლება მისცა წასულიყო იქ. მოსე პირდაპირ წერს და ხას უსვავს, რომ ის თავისიანებთან გავიდა და რა ისრაელიანებთან, ამას ხას უსვავს, თავისთავად შეეძლო, თავისუფლად შეეძლო მოსეს ეთქვას, რომ მოსეს ეთქვა დაეწერა, რომ მოსე გადის არა თავისიანებთან, არამედ ვიღაცა დამონებულ ისრაელიანებთან, მაგრამ წინ და წინ მოსე წინასწარმეტყველი გვეუბნება, რომ ეს გასვლა არის სხვანაირი გასვლა.
ეს არ არის ის გასვლა, რომლის უფლებას მოსეს როგორც ერთ-ერთ პრეტენდენტს ფარაონის ტახტისა და როგორც ფარაონის შვილობილს ისედაც ჰქონდა და არავისგან ჰქონდა თვინიერ ფარაონისა უფლების აღების საჭიროება, რომ თუ შეიძლება გესემის ხარეში წავალ და თუ შეიძლება იქ ვიქნები ცოტა ხანი. მოსეს აქვს ყველანაირი უფლება ამისი, მოსეს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს და შესაბამისად ის სადგავა და სადგამოვა არავის საქმე არ არის თვინიერ 2-3 მაღალ ჩინოსანისა. შესაბამისად ეს გასვლა უნდა იყოს არა რაღაცა რიგითი გასვლა, რომელსაც სავარაუდოდ მოსე პერიოდულად აკეთებდა ხოლმე, არამედ ეს არის ეს გასვლა თავისიანებთან გასვლა. ეს არის რაღაცა განსაკუთრებული გასვლა, არა მორიგი გასვლა, არამედ რაღაცა ამ რამდენიმე გასვლას შორის განსაკუთრებული გასვლა, რომელსაც რაღაცა გარდატეხა მოყვება მოსეს ცხოვრებაში და რაც მოსეს ცხოვრება და რა გარდატეხვის შემდეგაც წმინდა წერილი თხრობას ძალიან საინტერესოდ გააგრძელებს. აი გავიდა მოსე თავისიანებთან თვისტომებთან ნიშნავს იმას, რომ რაღაცა პროგრამით, რაღაცა ჩანაფიქრით არის გასული. ეს არ არის ჩვეულებრივი გასვლა. ეს არის მიზანმიმართული გასვლა. რაღაცატომ ხდება ეს მისვლა და უკვე ტერმინს გაგახსენებთ ჩვენ წინა ლექციაზე რაზეც საუბრობდით, მოსესთან დაკავშირებით დაწყებულია საუბარი, რომ მან სიარული დაიწყო. აი ეს გასვლა დაიწყო, გამოსვლა დაიწყო, გადაადგილებაზეა საუბარი, განსხვავებით თვისტომებისგან, რომლებიც ერთ ადგილას არიან და არსად არ მოძრაობენ და უმოძრაობის მდგომარეობაში, ანუ ღირებულებით ძიების თვალსაზრისით უმოძრაობის მდგომარეობაში არიან. აი, გავიდა მოსე თვისტომებთან და ნახა მათი მძიმე შრომა. ანუ მათი მძიმე სამუშაოები. ახლა აქამდე გასულ მოსესაც შეეძლო ესე ნახა თავის თავაცხადია, თუ არ ნახავდა ამის გაგონება, ისა ქვია, ამის შესახებ ინფორმაციის ფლობა მოსესთვის არ ჭირდებოდა, მოსემ თავის თავაცხადია იცის ეგვიპტეში ვინ არის დამონებული და ვინ არ არის დამონებული, ერთ-ერთი გარდამოცემის თანახმად, რომელიც რაღაცა აზრით დასტურდება კიდევაც წმინდა წერილში მოსე თავარსარდალიც კი არის ეთიოპიის წინააღმდეგ მიმართულ ომში, რომ სადაც გაიმარჯვებს და მოსეს ასე თქვა საკმაოდ დიდი ინფორმაციული წვდომა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ რაღაცა თითქოს ახალი აღმოაჩინა მოსემ ამ გასვლისას. ამიტომაც აი წმინდა წერილში ეს განცდა, წმინდა წერილი ამ განცდას გვთავაზობს ჩვენ სწორედ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი გასვლა, რომელიც ტახტის ერთ-ერთ პრეტენდენტს და ერთ-ერთ მხედართმთავარს ეგვიპტეში შეეძლო ყოველდღიურად გაეკეთებინა. სხვანაირი გასვლა ხდება. აი ეს მძიმე შრომა სწორედ მოსესთვის არის რაღაცა იმის მიმცემი მოქმედების დაწყების იმპულსის მიმცემი და რაზეა არის აქ საუბარი, ამას უნდა მივაქციოთ სწორედ ყურადღება. მეგობრებო, თავის დროზე ჩვენ საუბრობდით და კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ ეგვიპტეში იყო ტრადიცია და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, სხვადასხვა ამ ტრადიციის შენახვამ გამოიწვია სწორედ ის, რომ ეგვიპტური ბიბლიოთეკა, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, საოცარი იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკას არ გაკეთებულა, რაღაცა დააწარმოქმნა რაღაცა იმას, რა ქვია, მოულოდნელად ალექსანდრიის ბიბლიოთეკას თავისი უდიდესი ტრადიციები ჰქონდა და ეგვიპტურ ტრადიციებს გულისხმობს. ეს როდესაც ეგვიპტელი ქურუმების სამოღვაწეო ერთ-ერთი წესი იყო, ეს სხვაგანაც ასე იყო თავის თავაცხადია, მაგრამ ეგვიპტეში ეს განსაკუთრებულად იყო ყურადღება მიქცეული, რომ ცოდნა, გარკვეული ცოდნა იწერებოდა და ინახებოდა ბიბლიოთეკებში, ფარაონის ბიბლიოთეკებში და ქურუმი თავის თავში გულისხმობდა ძალიან ერუდირებულს, ანუ ამ ბიბლიოთეკის კარგ ცოდნას, ამ ბიბლიოთეკაში შემოკრებილი იმის, რა ქვია, ინფორმაციის კარგ მფლობელს გულისხმობდა, ქურუმი ვიღაცა თვალებს უაბრიალებდა, ამის გულისხმობს ვერ გახდებოდა და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმართულმა იმან ეს გადაიტანა, სწორედ რომ უბრალოდ წარმართულ რეალობაში ეს იყო, სწორედ რომ წარმოუდგენელი იყო კულტმსახური ყოფილიყო არა ერუდირებული და გაუნათლებელი. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. ისი მისტერიებში არ ყოფილიყო გაცნობიერებული, რა მისტერიების მსახურის უნდა გამختارიყო ხალხის წინაშე ამ კულტთან და ეკლესიამაც ეს სწორედ აი ასე შეხედა ამას და ამას ასე უყურებდა, რომ ვერ ეღირსებოდა სასულიერო ხარისხს ის, ვისაც არ ჰქონდა შესაბამისი მომზადება და ვისაც არ ჰქონდა შესაბამისი უნარები იმისათვის, რომ დაემწყსო მრევლი და ემსახურა ღვთის წინაშე. სამწუხაროდ დღეს ეს ცოტა სხვანაირად არის გასაგები მიზეზების გამო და ერთ-ერთი ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვნახავთ მოსე აარონს ეთქვის ასეთ სიტყვას, რომ რა დაგიშავა ამ ხალხმა ასეთი რამე რო გაუკეთეო, ერთ-ერთი მტრობა ხალხის, ერთ-ერთი მტრობა ერისა, ერთ-ერთი მტრობა ერთობისა გახლავთ გაუნათლებელი სამღვდელოება, გაუნათლებელი და არაერუდირებული სასულიერო დასი. ეს სასულიერო დასი ქურუმთა სახით იყო წარმოდგენილი წარმართულ ეპოქას რეალობაში და ამ რეალობაში
მშენებლობაში ჩვენ სამღვდელოების, ქრისტეს სამღვდელოების სახით აყვავს წარმოდგენილი. შესაბამისად, აი წმინდა წერილში ძალიან ბევრჯერ აყვავთ და ეკლესიის ისტორიაში ხო არის და არის ამის შესახებ მითითება, რომ გაუნათლებელი და მოუმზადებელი სასულიერო პირი და მათი სიმრავლე, მით უფრო ეს არის აუცილებელი ტრაგედიის მომტანი ამ ერთობისათვის და აი ძალიან ის არის, რა ქვია, საინტერესო მომენტი. აი მოსე რო გადის თავისიანებთან, ხედავს მათ ძირეს შრომას. მოსე გადის თავისიანებთან დაგროვილი ინფორმაციით. აი გრაგნილებში, ბიბლიოთეკურ გრაგნილებში, რომლის შესახებაც გესაუბრებოდით, მეგობრებო, არ არის გამორიცხული ყოფილიყო გრაგნილი, სადაც დაწერილი იქნებოდა ამბავი იმის შესახებ, რომ ისრაელის რელიგიური აზრი ტრიალებდა იმის გარშემო, რომ 400 წლის მერე დამონებულები ისინი უნდა გავიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან. სხვაგვარად რო ვთქვათ, ეგვიპტური ბიბლიოთეკა სავარაუდოდ ინახავს და ამ ამბავს სავარაუდოდ იცნობს მოსე და ქურუმთა დასი ყოველ შემთხვევაში, რომელიც ამ მიმართულებით ებრაელთა დამონებული ებრაელების იმას, რა ქვია, მეთვალყურეობის ჯგუფი ეცნობოდა ამ მასალებს და თავისთავად ცხადია მათთვის როგორც სახელმწიფო უშიშროების ერთ-ერთი შემადგენელი კომიტეტისათვის აუცილებლად მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ რა ქვია ამ რწმენის ისრაელიანთა ამ რწმენის ცოდნა და ზოგადად ვიცით რომ მტერი ძლიერი მაშინაა როდესაც შენი რწმენის შესახებ ყველაფერი იცის და როდესაც ყველაფერი იცის ის გისუსტებს ამ რწმენას მან უკეთესად იცის შენი რწმენა ვიდრე შენ თვითონ იცი და ამ დროს ხდება მტერი ძლიერი სწორედ და პირიქით შენ მტერი ვერანაირად ვერ გძებს თუ კი შენ რწმენაში ხარ ძლიერი და შენი მტერი შენზე ძლიერი არ არის ამ რწმენაში. აი სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ და რატომ ამას ცოტა მოგვიანებით კიდევ ვიტყვი, რომ მოსემ იცის ამბავი იმის შესახებ, რომ თავის დროზე იმ რელიგიაში, რომელი რელიგიაც ეკუთვნის აბრაამის ჩამომავლებს, ისააკის ჩამომავლებს, იაკობის, ისრაელად წოდებული იაკობის ჩამომავლებს, რომლებიც 70 ან და მეორე რედაქციის თანახმად 75 სულის ამარა ჩამოვიდა ეგვიპტეში, ჩამოიტანეს აი ეს იდეა გამრავლებასთან და იდეა ეგვიპტის დატოვებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსე წინასწარმეტყველი, ჯერჯერობით წინასწარმეტყველი არა, მაგრამ ფარაონის შვილობილი, ხედავთავარი ეთიოპიის მიმართულებით წარმოებული ომის ხედავთავარი, მოსემ იცის, რომ ვინსი კომისარისის ისი თანატომელია ის და იცის რელიგიური აზრი სამეცნიერო მაშინდელი დროისათვის სამეცნიერო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ აი ეს ხალხი ამ ხალხზე რა საკრამენტალური შემხებლობა აქვს მიხმურ არსებას, მიხმურ გონს. შესაბამისად, მოსეს წინაშე დგას ძალიან საინტერესო ფაქტი. ეს ხალხი მართლა გამრავლდა და ეს ხალხი მართლა დამონებულია. შესაბამისად ის რელიგიური აზრი, რომელი რელიგიური აზრიც წარმართულ ეგვიპტურ ბიბლიოთეკაში ყალიბდებოდა, ამ რელიგიური აზრისათვის ძალიან სიმპტომატურია, რომ მოსემ გადაწყვიტოს ასეთი რამ, რომ რადგან ეს ორი შესრულდა, მესამეს დროც მოვიდა. რა არის ეს მესამე? ეგვიპტიდან ამ ხალხის გასვლა, ეგვიპტიდან ამ ხალხის გაყვანა, ამ ხალხისათვის, ამ ხალხის წასვლა იმ მიწაზე, რომელი მიწაც ღმერთმა, რომელ ღმერთზეც საუბრობენ ებრაელები, აი ამ ღმერთმა შეპირდა მამამთავარ აბრაამს, გაუმეორა მამამთავარ ისააკს და დაუმტკიცა მამამთავარ იაკობს. შესაბამისად, აი ეს გასვლა ნაკარნახევი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ ეს არის განსაკუთრებული გასვლა, არა მოულოდნელი გასვლა, არა რიგითი გასვლა, არამედ განსაკუთრებული გასვლა, მოსი არის მოტივირებული სწორედ აი ამ რელიგიური განცდით, ამ მეცნიერული დასკვნით, რომ საკრამენტალური ნაწილი, რომელიც ეხება ებრაულ სამყაროს, ახლა ეს ნაწილი გულისხმობს მათ განთავისუფლებასაც. ფროიდი ფროიდი არა სხვათა შორის, ფროიდი არ უნდა იყოს ავტორი გამახსენდებოდ, შეიძლება ფროიდიც არის და უბრალოდ დამავიწყდა ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არის ესე ძალიან საინტერესო აზრი გამოთქმული, თორცები ფროიდს კი, რომ ეს რა ქვია, აიყვნენ ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში, რომლებიც რელიგიებს ქმნიდნენ ხალხისთვის, ხოლო მოსე იყო ადამიანი, რომელმაც ხალხი შექმნა რელიგიისთვის. ეს ძალიან საინტერესო ხედვაა, თავისთავად ცხადია, ამ ხედვაში ბევრი პრობლემატური ნაწილი შეიძლება გამოიყოს, თავისთავად ცხადია, შეიძლება ამ ხედვაში ძალიან ისე ამ ხედვის გაგრძელება და მსჯელობა ამისა ძალიან ისეთ სავალალო დასკვნებამდე მიგვიყვანოს, მაგრამ ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ის რასაც ახლა მოსი აკეთებს, სწორედ აი ამ დეტალს გულისხმობს. მოსე გადის თავისიანებთან, ყურადღება მივაქციოთ თავისიანებთან, ხედავს მათ მძიმე შრომას, რომელმაც ისედაც იცის, რომ ეს შრომა მძიმეა და ეს ხალხი დამონებულია. და აი აქ მოსე იწყებს ძალიან საინტერესო რამეს, მოსე იწყებს მოღვაწეობას.
მეგობრებო, ეს ის მოღვაწეობა არა, რომელიც გრიგოლ-მოსელმა მესამე საფეხურზე გადაიტანა. ეს ის მოღვაწეობა, რომელსაც მოსე იწყებს აი აქ, განათლებამდე, ანუ მანამდე სანამ მას მხოლოდ ინტელექტუალური ნაწილი აქვს შემოკრებილი თავის გონებაში. შესაბამისად, მოსეს უნდა უჩნდებოდეს სავარაუდოდ და რატომ ამას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, მოსეს უნდა უჩნდებოდეს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხალხი ვიღაცამ უნდა გაანთავისუფლოს. ვიღაცა ღმერთმა ვიღაცა უნდა გამოგზავნოს ამ ხალხმა, იმისათვის რომ ეს ხალხი აი ამ იმისაგან, რა ქვია, მძიმე შრომისაგან იხსნას. ახლა აქედან გამომდინარე, მოსე უნდა სვავდეს ასეთ კითხვას. ვინ შეიძლება იყოს ასეთი რამ? აი უყურებს აი ამ საწოდავ მასას, აი ამ საწოდავ დამონებულ მასას. ვინ შეიძლება ასეთი იყოს, ხო, მოსესათვის? თავისთავად ცხადია, ესეთი უნდა იყოს პირველი ის, რომელსაც ეწოდება ეს ხალხი. მეორე ის, რომელსაც უყვარს ეს ხალხი. მესამე ის, რომელსაც აქვს გარკვეული ძლიერება ქვეყანაში, ეგვიპტეში შეუძლია პოლიტიკური ამინდის კორექტირება, თუ შეცვლა არა კორექტირება მაინც და მეოთხე აუცილებლად ფლობს ამის შესაბამის ფინანსურ და მეხუთე ინტელექტუალურ საშუალებებს. ანუ ვიღაც აი ღვთაებრივი პიროვნება ვინ არის? ხო, ღვთაებრივი პიროვნება, ანუ ღმერთისაგან გამოვლენილი, წარმოვლენილი პიროვნება ვინ არის მოსესთვის? ის, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გამოცხადებითი ჭეშმარიტება, გამოცხადებითი რეალობა, ის რომ მოსეს, ის რომ ადამიანს ეცხადება ღმერთი დაუწყებს ჭეშმარიტებას, ეს ამასთან ჯერ მოსე ნაზიარები არ არის. მოსე მხოლოდ ეგვიპტურ ბიბლიოთეკასთან, ეგვიპტურ წარმართულ ბიბლიოთეკასთან, ძალიან დიდთან, ძალიან მრავლის მომცველთან, ძალიან ღრმასთან არის ნაზიარები, მაგრამ არა გამოცხადებასთან. თავისთავად ხადია ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსემ იცის, რომ ეს ხალხი, ისა ქვია, 400 წლის მე უნდა გამრავლდნენ, 400 წლის მე უნდა გამოცხადებით ჭეშმარიტებაზე ეს დაფუძნებული, მაგრამ ასეთი რაღაცები გრაგნილებში, რომელი გრაგნილებით ბიბლიოთეკაში უდევს მოსეს, საკმაოდ მრავლად არის, არა მარტო ისრაელიანებზე, არამედ ასეთი რამე საკმაოდ მრავლად არის ლიბიელებზე, ეთიოპიელებზე და სხვადასხვა ხალხებზე. ასეთი რამე შემოკრებილი აქვს იმას, რა ქვია, ალექსანდრიულ ბიბლიოთეკას. შესაბამისად, ალექსანდრიული შუაში ადრეს ალექსანდრია, ეგვიპტურ ბიბლიოთეკას. შესაბამისად, როდესაც მოსეს აი ეს ზრახვები აქვს, მოსესათვის ღვთისგან გამოგზავნილი ადამიანი არის ის, რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. არის ერუდირებული, არის პოლიტიკური კორექციის შემტანი ქვეყნის რეალობაში, არის ფინანსურად ძლიერი, არის ინტელექტუალურად ძლიერი და აქვს ურთიერთობა, ეს ბიოლოგიური ურთიერთობა, ბიოლოგიური მემკვიდრეობა ამ ხალხთან, რომელ ხალხთანაც ის გავიდა. სხვაგვარად რო ვთქვათ, მეგობრებო, ჩვენ შემოვკრიბეთ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გასვლა, როგორც გითხარით, არის არა რიგითი, არა რაღაც ჩვეულებრივი გასვლა, არამედ ეს არის მოსეს მომზადებული გასვლა თავისიანებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოსემ თავისი თავი დაინახა როგორც ეროვნულ განმანთავისუფლებელი გმირი ამ ხალხისა, მოსემ თავისი თავი დაინახა როგორც წინამძღვარი ამ ხალხისა, მოსემ თავისი თავი დაინახა როგორც ის მისტიური პიროვნება, რომელმაც ეს ხალხი უნდა გაანთავისუფლოს აი ამ მონობისაგან, ეგვიპტელთა მონობისაგან და შეეხოს იმ საკრამენტალურ ნაწილს, რომელი ნაწილიდანაც საუბარია, რომელი მიმართულებიდანაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ის არა ქვია, ეს ხალხი უნდა იყოს განთავისუფლებული და მამათა მიწაზე წაყვანილი. აი აქედან იწყებს მოსე, აქედან უნდა იწყებდეს მოსე ყოველ შემთხვევაში ურთიერთობას იმ რელიგიურ გარდამოცემასთან, რომელიც გამოცხადებით ჭეშმარიტებაზეა დაფუძნებული ისრაელის წიაღში და აი სწორედ ამას გულისხმობს, რომ მოსე გავიდა თავისიანებთან. და ნახა ის მძიმე შრომა, რა მძიმე შრომაც აწერთ მათ. თავისთავად კიდევ ერთხელ ხაზს უსვამთ. არაფერი ახალი მოსესაგან უნახავს. არაფერი ახალი მოსესაგან გაუგონია. არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. განსაკუთრებული ხდება მოსეში. არა გარეთ რასაც ხედავს მოსე, არამედ მოსეში. მოსე სხვანაირად გავიდა ახლა. აქამდე სხვანაირად გადიოდა, ახლა სხვანაირად გავიდა. ამიტომაც მოსე არ წერს, რომ დასეირნობდა იქ და გესემის ხარეს ჩავიდოდა და გადახედავდა ებრაელებზე დაღონებული დაბრუნდებოდა. ამაზე არ წერს, არა, თავარ გასვლაზე წერს, რომელსაც რაღაცა მიზანი აქვს იქ და შესაბამისად აი ამ გასვლისას ახასიათებს აი ამ მომენტს. ახლა საინტერესო მეორე მომენტია, რასაც ასევე წერს მოსე, ძალიან ისე შეფარულად, მაგრამ ჩვენ ეს ცხადად გამოგვიჩნდება ცოტა მოგვიანებით. რომ ნახა როგორ ჩაგრავს ეგვიპტელი ებრაელს. რა აქვს ახლა აქ სანახავი? როგორ ცემს ეგვიპტელი ებრაელს? რა ნახა აქ ახლა ახალი? რა ნახა ახლა განსაკუთრებული მონებს უწყავდნენ და ცემდნენ? ამაში რა არის ახლა ისეთი, რაც მოსეს არ უნახავს და არ გაუგონია, ან თვითონ არ გაუგეთებია. რა არის ახლა აქ ისეთი, რაც მოსემ უნდა დაწეროს აუცილებლად. თავისთავად ხადია არაფერი. არაფერი აბსოლუტურად ყოველდღე ხდება აქ. და ამის შესახებ არც საუბრობენ და ეს არც უკვირთ, რომ ეგვიპტელი ცემს ებრაელს. რა პრობლემაა ეს?
ჩვეულებრივ ყოველდღიურობაა. მაგრამ მოსემ აქ ის კი ანახა ეგვიპტელი ებრაელს უთავს. არა, მოსემ შეარჩია ძალიან კარგი მომენტი, როდესაც ეგვიპტელი ებრაელს უთხოვდა. როდესაც ეგვიპტელი ებრაელს ჩაგრავდა. მოსეს ჭირდება ეს, რომ ეგვიპტელი ებრაელს ჩაგრავდეს. რაში ჭირდება? ჭირდება იმაში, რომ ამან უნდა დააწყებინოს მას მოღვაწეობა, უნდა გამოახატვინოს მას, რატომ გავიდა ახლა თავისიანებთან. რომ გუშინ და გუშინ წინ რომ მოდიოდა და დაწეირობდა გეწების ხარეში, ეს გასვლა კი არა, სხვა გასვლა ახლა ეს გასვლა. სხვა რამე მოხდება ახლა აქ. მოსეს ჭირდება ეს რაღაცა და ეს რაღაცაა სწორედ როდესაც ეგვიპტელი უთყავს და სემს ებრაელს. რა, გუში და გუში წინ რატო არ დაეწვა გული? გუში და გუში წინ რატო არ გააკეთა ისაც ახლა გააკეთებს? რატო არ გადადო ეს სხვა იმისათვის? რა არის ეს ეგვიპტელი უფრო მოწყალე, ნაკლებად მოწყალე გახდებოდა, გუშინ და გუშინ წინ უფრო მოწყალე იყო და ლმობიერი იყო და ასე არ უთყავდა თუ რა? არაფერი იგივე სურათია ხალხო. ზუსტად იგივე. მაგრამ მოსესთვის ხელსაყრელი გახდა ახლა ეს. რატომ? რაღაცა ისეთი უნდა გააკეთოს, მოსეს რაღაცა ჭირდება, მოსემ უნდა თავისი თავი გააცნოს ისრაელის საზოგადოებას, როგორც ეროვნულ განმათავისუფლებელი გმირი. ის მოვიდა იმისათვის, რომ ეს ხალხი იხსნას. აქვს ამის ყველანაირი საშუალება, აქვს ფინანსები, აქვს ინტელექტი, აქვს პოლიტიკური გავლენა, არის ამ ხალხთან ბიოლოგიურად დაკავშირებული და ბოლო-ბოლო თავის აი ამ იმას დაუმტკიცებს ამით, რომ უყვარს ეს ხალხი და ამ ხალხისათვის ყველაფერს გააკეთებს. ანუ თლიანად არის აღჭურვილი მოსე იმისათვის, რომ ეს ხალხი გაანთავისუფლოს და ამ ხალხში დობა დაიმსახუროს. რა არის ამისათვის საჭირო? თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ პიარ აქცია. არის რაღაცა ეფექტი შესაქმნელი, რითაც მოსე მოეწონებათ. რითაც მოსეზე იტყვიან, რომ აი ეს კაცი არის სწორედ ის კაცი, რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა. ეს არის ის მდგომარეობა, რითაც მოსე იმოდიოვნებს, რომ ისრაელში გავარდება ხმა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთმა გამოაგზავნა მოსე. მთელი პრობლემა მოსესი და მთელი პრობლემა ისრაელისა ის გახლავთ, რომ აი აქ ღმერთს არ გამოუგზავნია მოსე. აი ჩვენ ამას გავაგრძელებთ, დღესვე უნდა შემოუკრათ ეს ძალიან საინტერესო ნაწილია მოსეს ცხოვრებაში და დღესვე შევეხებით ამ ამბავს, ამას აუცილებლად, თუ დღესვე შევეცდები ყოველ შემთხვევაში, შემდეგ ლექციაზე თუ დღესვე რა, შემდეგ ლექციაზე რო შევეხებით, ეს ულაპარაკოდეს თავისთავად ცხადი ასე იქნება. მთელი პრობლემა მოსეს ის არის, რომ ღმერთს არ გამოუგზავნია, მოსეს გონია, რომ ღმერთმა გამოაგზავნა. ნახეთ რა არის საინტერესო. მოსეს მორიგი შეცდომა რა არის. მოსე გეგმავს რომ ის გახდეს, ის იქცეს გმირად, ხოლო თავის ინტელექტზე დაყრდნობით. მოსე გეგმავს ის იქცეს გმირად, უბრალოდ ის აქციოს გმირად, იმ ხალხმა, რომელმა ხალხმას დაივიწყა ის, რაც ნახა ეგვიპტურ ბიბლიოთეკაში თვითონ მოსე. თავისთავად ცხადი არ არის გამორიცხული, რომ დედამისი და მამამისი ან თავისი ძმის და დის პირით ამ ყველაფერს მას აი ამ ინსპირაციას აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აი შენ ხარ იმ ხალხის შვილი, რომელიც უნდა განთავისუფლდეს და მამათა მიწაზე წავიდეს. თავისთავად ცხადი. მაგრამ მოსეს პრობლემა ეს არის, რომ მოსე მივიდა იმ ხალხთან, რომელ ხალხსაც ეს არ ახსოვს, რომელ ხალხსაც ეს არ ჭირდება, რომელ ხალხსაც ეს არაფერს არ ნიშნავს, წინა დაცვას ისე ატარებენ, რომ ამის შესახებ არაფერს არ იხსენებენ. გარეგნულად აქვს ეს ნიშანი, მაგრამ არ აშინა არსებენ, რომ თანაკონტრაქტორები არიან აბრაამისა იმ კონტრაქტთან, რა კონტრაქტის ღმერთმა დაუდო აბრაამს, აბრაამმა მოაწერა ხელი ამ კონტრაქტზე ღმერთის წინაშე და თანაპასუხისგებლები არიან აი ამ კონტრაქტში გაწერილი პირობების. ამას არ აშინა. აი ამ ხალხთან და აი ასეთი მოსე გეგმავს თავისი მიზნების მიღწევას. აი მეგობრებო, წმინდა წერილი მოსე წინასწარმეტყველი ამას შეგნებულად აწეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ. მოსე სანამ გამარჯვების გზით წავა, მოსე რამდენჯერმე დამარცხდება და თავის ყველა მარცხზე საუბრობს მოსე. საოცარი, აი ყველა დამარცხებაზე, ყველა შეცდომაზე, ყველა იმაზე მოსე აკეთებს აქცენტს და ჩვენ ამას თავისთავად ცხადია ყველა შევეხეთ. პირველი გახლავთ სწორედ ეს. მოსე გავიდა თავის ენებთან, ნახა მძიმე შრომა, მათი მძიმე შრომა, შეხედა ეგვიპტელის ებრაელს. ანუ ეს არის ის, რაც მას ჭირდება და შემდგომი ფრაზა საოცარი. მიიხედა, მოიხედა, ნახა რომ არავინ არ იყო, აი ეს მოიხედა მეგობრებო, აი ეს მოიხედა. ფიქრობენ რომ აი ნიშნავს სწორედ ამას, რომ უბრალოდ კი არ დაათვალიერა გარემ არის, არამედ აი მონუსხა, აი ესეთი თვალებით მონუსხა და მოკლა ის დააგდო ის ებრაელი, ამ ბაბათი ეგვიპტელი, ამ ეგვიპტელის სისხლი არ დახურდა. ეს ეგვიპტელი რაღაცა იმით არ მოუკლავს, რა ქვია, რაღაცა ბლაგვის საგნითან და מחვილიდან და იმით მონუსხვით მოკლა.
და ეს თვითონ ტერმინოლოგიურად ებრაულში რაც წერია, ხო, ეს მიხედმოხედვა, როგორც არის, ხო? აი ტერმინოლოგიურად ნიშნავს სწორედ მონუსხას, მოკლა, უბრალოდ მიხედმოხედვა, მოკლა რაც წერია. მოკლა აი ტერმინოლოგიურად რომ ესაკრა, სული ამოხადა, ანუ მონუსხა, ანუ იმას აქნა, რა ქვია, დააგდო. აი ეს მაგიური აი ეს გამოიყენა მოსემ. და გადაარჩინა ებრაელი. და დაფლა ეს ეგვიპტელი ქვიშაში. გადაარჩინა ეს ებრაელი და ებრაელი გაიქცა. გადარჩენილი ებრაელი გაიქცა. ახლა მოსეს სულ თავისუფლად შეუძლია ყველაფერს სხვანაირად გააკეთოს. აი თავად წარმოიდგინეთ. ახლა ამხელა პოსტი გაქვთ, ამხელა გავლენა გაქვთ ეგვიპტელზე და ასეთ რამეს აკეთებთ. და არ აკეთებთ რას? ელემენტარულად არ უბძანა ამ ვიღაც ხილ მოუხოცავ იმას, რა ქვია, ეგვიპტელ ჯარისკაც დაანებე თავიდან უწყვა, შეეპასუხებოდა, უარს ეთყოდა, შეეკამათებოდა თუ რა? შეეკამათებოდა და მიიღებდა თავის პასუხს. არა, მაინც და მაინც მოკლა. არ უბძანა. მოკლა. თუმცა ამ სიკვდილმა ეგვიპტელის ამ სიკვდილმა უნდა გამოიწვიოს განსაკუთრებული ეფექტი ისრაელიანებს შორის. ესეთი რამე არ გავუკეთებია. ებრაელის გულისთვის ეგვიპტელი არ მოსარგებლობს. ეს იყო სახელმწიფო დანაშაული. და ამ სახელმწიფო დანაშაულს შედის არც მეტი არც ნაკლები ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი. ეს ისრაელისათვის უნდა ყოფილიყო სიგნალი, იმპულსი, უბრალოდ სიგნალი, რომელიც მისცემდა იმპულსს, მოძრაობის დიდი იმპულსს, ეროვნულ გამალტავისუფლებელ მოძრაობას დაიწყებდა ეგვიპტეში ისრაელიანთა შორის. აი ამიტომ აკეთებს მოსი ამას. სხვათა შორის ეს ახლა პირდაპირ ამას ასე ვერ მივიღებთ, მაგრამ ერთადერთი წყარო რომელიც არსებობს და რომელიც აკონკრეტებს ვინ არის აი ეს ეგვიპტელი არის იოანე ზედაზნელის ცხოვრება არსენ კათალიკოსისეული რედაქციისა, სადაც ნათქვამია რომ აი ეს ეგვიპტელი იყო ფარაონის სიძე. ფარაონის სიძე და ამიტომ მოუწიაო მოსეს მისი მოკლა რომ ეს რა ქვია სხვანაირად ის არ დაუჯერებდაო. ეს არის აი მარტო ქართულ წყაროში სხვაგან ეს აბსოლუტურად არ არსებობს. ანუ რისი თქმა მინდა მე რომ თვითონ მოსეს ეს აქცია რომ მოკლა ეს ვიღაცა ეგვიპტელი და არ ამგონია ხა ეს ეგვიპტელი ასეთი მაღალი თანამდებობის ყოფილიყო თავისთავად ცხადია მოსე წინასწარმეტყველი რაღაცა სიტყოდა ყოველ შემთხვევაში რაღაც ცნობას მოგწონდა ამასთან დაკავშირებით. არა ეს არის ვიღაცა არის ხა ფარაონის სიძე დადის ახლა და ებრაელებს ურტყავს წინ დაუყან ახლა მეც საქმე არ ქონდა იმას, ხო? გასართობად ხوار ჩავიდოდა ებრაელისაცემად, ხო? ანუ ესენი მაინც იმაში არიან, აკვირა, ცალკე ადგილას ცხოვრობენ. შესაბამისად, მაინც უნდა იყოს ეგვიპტელი ჯარისკაცი, რომელიც აი მოკლა მოსე, ვინაიდან ეფექტი უნდა მოახდინოს. გაიქცა ეს ებრაელი გადარჩენილი პიროვნება. მეორე დღეს კვლავ გავიდა მოსე. ანუ მოსეს აქვს აი ეს გეგმა გაწერილი, აი ეს მოქმედების გეგმა გაწერილი. მე არ ვიცი ახლა პირდაპირ ვერ ვიტყვი და ასეთ ამამი არც უნდა მქონდეს, მაგრამ რაღაცა ის რა ქვია, ჩემს ალში არ გამოვრიცხავ იმას, რომ მოსეს ეს ყველაფერი თავიდანვე გათვლილი აქვს, რომ აი იქ ვიღაცა ეგვიპტელს რაღაცას უზავს, ეს ყველაფერი ეფექტურად იმუშავებს. აი მეორე ის წინა დღეს რა მოხდა? მეორე საკითხის ერთი მხარეა. მნიშვნელოვანია მეორე დღეს რა მოხდება. რომ მოსე რო გამოჩნდება, მეორე დღეს რომ მოვლენ და ეს ხმა რო გავარგნილია, რომ ეგვიპტელი მოკლა. ეგვიპტელმა ის ებრაელისათვის როგორ შეხვდებიან ამ ეგვიპტელს? მოსემ ხო იცის რომ თვისტომები არიან ისინი. ამ თვისტომებმაც ხო იციან ყოველ შემთხვევაში ჭორის დონეზე მაინც. ლევიტელთა ტომის შიგრით მაინც, ერთი ოჯახის შიგრით მაინც. რომ მოსე ებრაელია. თავისიანს როგორ შეხვდებიან? პოლიტიკურად ძლიერს, ფინანსურად ძლიერს, ინტელექტუალურად ძლიერს, თავიანთ თვისტომს და კაცი რომელიც აცხადებს პრეტენზიას რომ ეს ხალხი უყვარს. ანუ ღმერთისგან გამოგზავნილს როგორ შეხვდებიან? ამისთვისაც ადგილი ჭირდება მოსეს. ეს ჩავიდეს და ხალხო მოვედი და მასა დაეხვიოს, არა. ამის არ გარისკავს მოსე. ვინაიდან მოსეს უკვე დისიდენტური მოძრაობა აქვს დაწყებული ფარაონის წინაშე. ისაც გააკეთა მოსემ. ეს სახელმწიფო დანაშაულია. ამიტომ მოსე ასე ვერ იმოქმედებს, ასე გახსილად ვერ იმოქმედებს, მასებს ასე გახსილად ვერ აიყოლიებს. სამუშაოა ჩასატარებელი მასების ასაყოლიებლად. დიდი სამუშაო. და აი ამ სამუშაო ჩასატარებელ ნიადაგს ამზადებს მოსეს სწორედ. და ამიტომ მეორე დღეს რო გავა მოსეს აინტერესებს ეს ხალხი გაყვება თუ არა მას. მას როგორც ღმერთისაგან გამოგზავნოს. ამიტომ ჭირდება ისეთივე ადგილი, როგორი ადგილი წინა დღეს ჭირდებოდა, სადაც ეგვიპტელი ჩაგრავდა ებრაელს. რაღაცა საჭირო, რაღაცა ის ჭირდება, რა ქვია, გარემო, რაღაცა სამისთვის ხელსაყრელი პირობებია საჭირო, რომ ეს დასკვნა გააკეთოს ამ მართლაც სავსად ერებდებულმა ადამიანმა. და ნახავს ასეთ ადგილს. ორი ებრაელი იქ იშვება ერთმანეთს. აი ეს ჭირდება მოსეს სწორედ. რომ მოსი არის არა მარტო ის
რომელიც ეგვიპტელს მოკავს ებრაელისათვის, არამედ არის ასევე ის, რომელიც ებრაელს შეარიგებს ებრაელთან. რომელიც ეროვნულ თანხმობას მოიტანს, საზოგადოებრივ სიმშვიდე, საზოგადოებრივ იმას მოიტანს, რა ქვია, თანხმობას მოიტანს, საზოგადოებრივ სოციალურ თანხმოებებს მოხსნის. მოსე ლიდერის სახედ იკვეთება, ასე უნდა გამოიკვეთოს ხალხში, ხალხმა უნდა აირჩიოს მოსე. მოსე რომელიც მტერს არ გაახარებს ებრაელისათვის და ებრაელებს შეარიგებს ერთმანეთთან, სოციალურად მოაწყობს და პოლიტიკურად მოაწყობს ისრაელს. მოსე უნდა აირჩიოს, ჩვენ ნახავთ მოსე აირჩიოს, ხალხი აირჩიოს მოსეს. ჩვენ ნახავთ ამას. და ჩვენ ნახავთ იმას, რომ ისრაელში და ისრაელის სოციალური და პოლიტიკური ქსოვილი დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა. ძალიან საინტერესო იყო, ოღონდ ღირებულებით გასწორებულს. ისე კი არა, ვისაც რა უნდა, არა, ღირებულებით გასწორებულ დემოკრატიულ პრინციპებს ჩვენ შევხედეთ. მაგრამ მოსემ ჯერ ეს არ იცის, მოსე ჯერ აქ არ არის. მოსეს თვითონ აი ეს მოცემულობა, ეს ადამიანური ძალა, აი ამ ძალით არის მოსე მისული და აი ამით უნდა იმას აკნას მოსემ, რა ქვია. აი ამის იმეძია მოსე. მოხდება ისაც უნდა მოხდეს. რა არის ეს? ეს გახლავთ, რაგი, ბოდუგასროთ. ეს გახლავთ ის, რომ რა ქვია, ერთი ებრაელი ეუბნება, ანუ ამას დაუკვირდეს ორი ებრაელი ქიჩმოს და მოსე გააშვებს. ერთი ებრაელი ეუბნება მოსეს, რა გინდა? მინდა გაყენა ჩვენ თავად. იმ ეგვიპტელივით ხო არ გინდა მოკლა გოში რომ მოკალ. ანუ ხასუსოს ისე ხო არ გინდა მოკლა, აქაც აკეთებენ აქცენტს რომ მაგიით მოკლა მოსემ და არა უბრალოდ მოკლა. ანუ იმისავით ხო არ გინდა მოკლა, იმნაირად ხო არ გინდა მოკლა. საიდან გაიგო ამ ხალხმა ეს? იქ იმ ადგილას სამნი იყვნენ მარტო გუში. მოსე ეგვიპტელი და ებრაელი. ეგვიპტელი მკვდარია ვერაფერს ეთქოს. მოსეს არ უთხოვს თვითონ, იმ დარჩა. დარჩა ეს ებრაელი რომელიც გადარჩა. და მოსემ ეს ამიტომ არ გააკეთა, რომ ხალხმა გაიგოს. თავისთავად ცხადია, ამიტომ გააკეთა. ეს ებრაელი ძალიან კარგად მოიქცა. წავიდა და ამბავი გააგებინა ხალხს. რომ ეგვიპტელმა ებრაელი მოკლა ეგვიპტელმა ებრაელი მოკლა, მაპატით, ეგვიპტელმა ეგვიპტელი მოკლა ებრაელის გამო. სწორედ ამიტომ გააკეთა, ეს უნდა მოსესო ხალხმა გაიგოს ეს და კარგია ხალხმა გაიგო, მაგრამ თურმე რა მოვიდა, რა ხდება ამ ხალხში. ამ ხალხში მოსეს იმედი კი არ გაჩნდა. ამ ხალხში მოსესადმე შური და ბოღმა გაჩნდა. შენ თუ ხარ ებრაელი და მე თუ არ ებრაელი, შენ თუ არ ხარ მონა? შენ თუ ებრაელი ხარ და ასეთი ისა გაქვს, რა ქვია, ასეთი ძლიერება გაქვს, ასე ზრუნავ ჩვენზე. რატო არ გვან თავისუფლება, რატო არ ჩვენთ ასეთ ყოფაში? შენ თუ ასეთი ხარ და მართლა ასეთი პრეტენზიები გაქვს და მართლა ასე გიყვარს ეს ხალხი და ყველაფერი ისაყა რაც გონია და ასეც ვისაუბრეთ. სადა ხარ აქამდე? გესმით? მოსე შეხვდა ტიპიურ მონას. რომლის ფსიქოლოგია ასეთია, გინდა ის ისრაელიანი იყოს, გინდა ის ივერიელი იყოს, გინდა ის სლავი იყოს და გინდა ის, რა ვიცი მე, ესა ქვია, ვიკინგი იყოს. მონა არის მონა. მონას აქვს ეს აზროვნება. რატო არ გამიკეთე? რატო არ მიკეთებ? და მე არ მინდა სიტყვა გავაგრძელო, ახლა ცოტა უხერხული მდგომარეობა არ მინდა შექმნა, მაინც იწერება ეს ალექსო კუზმანი. ჩვენ დღევანდელ დღემდე ესე. ვიღაცა უნდა მოვიდეს პოლიტიკური გმირი და რაღაცა გაგვიკეთოს. მესია გვინდა? უბრალოდ მესიას არ უწოდებთ. ამ მესიას ხან პრეზიდენტს ვარქმევთ, ხან პრემიერ-მინისტრს ვარქმევთ, ხან ვიღაცა იმას ვარქვევთ, რა ვიცი, სახელების მეტი რა იქნება. შეიძლება ყველაზე ბრიგადირის დავარქვათ, რა ვიცი ჩვენ. მაგრამ ვიღაცა მესია უნდა მოვიდეს, რომელიც რაღაცას გაგვიკეთებს. პირობებს შეგვიქვისოთ ჩვენ ვაკეთოთ კი არა? არა, ჩვენ ისეთივე მონები დავრჩებით, ისეთივე მასა, ისეთივე კოლექტივი, საზოგადოება ჩამოყალიბებაზე უარს ვიტყვით და აი კოლექტივი, ინდივიდუალურ სურვილებზე გადაგებული კოლექტივთან მოვა ვიღაცა მესია სხვადასხვა სახელით და რაღაცას გაუკეთებს ამ ხალხს. ჩვეულებრივი მონის აზროვნებაა ეს და მოსემ დაინახა საოცარი და მოსეს ინტელექტი ამაში ეხმარება სწორედ. რომ აი ეს მონები არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ ეროვნულ გამანთავისუფლებას. თავისუფლების იდეას არ მიიღებენ. არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებენ ეს. წინამძღვარი ვერ გახდება მოსე, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეს. რომ მოსეს ახლა ეს ორი შესაძლებელი ებრაელი, ორი ებრაელი გახარებული უნდა იყოს, შენ ის ხო არა ხარ გულში რომ ეს გააკეთე. მემართალი ვარ და მემართალი ვარ, შეიძლება დაიწყოს საკითხის მეორე მხარეა, მოსეს ჭირდება კიდევაც ორ მართალს შორის ტყონი ამოიცნოს. ეს საკითხის მეორე მხარეა. მოსემ თავარ ამას ამოწმებს, უხარია თუ არა მისი მისვლა, მიიღებენ თუ არა მას. და ერთი მცირე კონფლიქტი, ერთი არაფრის მთქმელი კონფლიქტი მოსეს აჩვენებს, რომ აი ეს მონები არავითარ შემთხვევაში არ მიიღებენ
იმას აქვე ეროვნულ განმათავისუფლებელ ლიდერს. მანამ სანამ გახსოვთ ჩვენ ხაზებს რო ვავლებდით და პირველ ლექციაზე ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით. სანამ რა მოხდება, არ მოხდება ამ ხალხში. სანამ ამ ხალხში არ მოხდება ღირებულებითი აღდგომა. მანამდე ისინი ვერანაირად ვერ მიიღებენ ლიდერს. ლიდერის საქმე არ არის ესენი მოატრიალოს. ლიდერის საქმე არის მოტრიალებულთან მოვიდეს და უწინამძღოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, მეგობრებო. ილია ჭავჭავაძე, როდესაც ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანს არ წევს. იმ ოქროს აკვანში წევაში გულისხმებას სწორედ არ მართლა ილია მართალი არ ამბობს იმას რომ ბაზალეთის ტბის ძირას ჩვილი წევს, არა, აკვანია დასარწევი. აკვანია დასარწევი ნიშნავს იმას რომ საზოგადოება აღსაზრდელი. საზოგადოება რომელიც დაიმსახურებს ლიდერს, დაიმსახურებს განმათავისუფლებას, განმათავისუფლებას არ ევალება საზოგადოების აღზრდა, განმათავისუფლებას ევალება აღზრდილი საზოგადოების წინამძღვრობა. ამას ამბობდა ილია. რომ ოქროს აკვანი დასარწევია და ის აკალო დაარწევდა გვირსო გაზი, აი შემდგომ მოდის ის გმირი. მთელი პრობლემა ამაშია. მოსი ამას ხედავს რომ აი ეს მასა, აი ეს კოლექტივი, ეს რუხი ფერის კოლექტივი სანამ არ მიიღებს შეფერილობას, ღირებულებით შეფერილობას, მოსეს ინტელექტი, მოსეს პოლიტიკური გავლენა, მოსეს ფინანსები, მოსეს თვისტომობა, მოსეს დამოკიდებულება ამ ხალხისადმი, ეს არაფერია, არაფერიში არ გამოადგება მას, შეიძლება მაქსიმუმ გამოადგეს ეგვიპტის წარმართულ ბიბლიოთეკაში, დაждდეს იქ და გააგრძელოს წიგნების კითხვა. მორჩა, დასრულდა მეთქვა. პლუს ამას მოსე მიხვდება. გავარდა მისი ამბავი, თავისთავად ეს ამბავი გასავარდადაც გააკეთა მოსე, მაგრამ მოსეს სავარაუდოდ აქვს ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მას დისიდენტური მოძრაობა აქვს დაწყებული და ფარაონის კარზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურს აქვს სპეციალური მოხსენება მომზადებული მოსეს წინააღმდეგ და მოსე ხვდება რომ ის ვერ დაბრუნდება უკან. ვერანაირად ვერ დაბრუნდება უკან და ის უნდა გაიქცეს და მოსე გარბის. მეგობრებო, აი აქ უნდა ერთი წუთით გავაჩეროთ ჩვენ საუბარი და გრიგოლ ნოსელს მივაქციოთ ყურადღება, რომელიც ალეგორიულ ხედვას გვთავაზობს, აი ამ ეგვიპტელის მიერ ებრაელის ცემაზე და ებრაელების ქიშებზე. გრიგოლ ნოსელი ხა ცოტა ფართომჟელობა აქვს მინდა ამას, მაგრამ მე რეზიუმირებულად და გასაგებად გადმოგცემთ ამას. გრიგოლ ნოსელთან რა არის? გრიგოლ ნოსელთან ეგვიპტელი გახლავთ წარმართული ფილოსოფიის სიმბოლო, ხოლო ებრაელი გახლავთ ჭეშმარიტი ფილოსოფიის ან ჭეშმარიტი რწმენის სიმბოლო და მოსი არის ადამიანი. და აი ყველა ადამიანში გრიგოლ ნოსელი ამბობს, არის ეს ბრძოლა წარმართობისა და ჭეშმარიტებისა. და როგორც მოსემ შენს გევალება, შენს თავში მოაკვდინო ეგვიპტელი, ანუ წარმართული ფილოსოფია და განარინო, ანუ გადაარჩინო ჭეშმარიტის სწავლება. აი ეს დაიტოვა. მეორე დღეს, როდესაც მოსე გავა და ხედავს ებრაელი და ებრაელი ქიშბობს, გრიგოლ ნოსელი აგრძელებს აი ამ ალეგორიულ ხედვას, ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესო ადგილია ქრისტიანულ ლიტერატურაში, ვინაიდან ზოგადად ალეგორიული თხრობა გულისხმობს თავის თავში იმას, რომ ერთ ადგილას რა ალეგორიაც გამოიყენე, არ გევალდებულება იგივე ალეგორია წაიღო და სხვაგანაც გამოიყენე. აი არ გევალდებულება. ალეგორია ის ერთი მოცემული მომენტისათვის არის, ერთი მოცემული ადგილისთვის არის, მორჩა და გათავდა, დასრულდა ამით ყველაფერი. შესაძლოა აი მაგალითად, მე შევეხებით ამას. აარონი ერთ ადგილას მესიას სიმბოლოა, მეორე ადგილას ფარული ანგელოზის სიმბოლოა და მესამე ადგილას არაფრის სიმბოლო არ არის საერთოდ. ანუ ერთ ადგილას აარონი არის ფარული ანგელოზის სიმბოლო, ავტორს არ ევალდებულება რომ ყველგან აარონი იყოს ფარული ანგელოზის სიმბოლო. სადაც დაჭირდება, იქნება მესიის სიმბოლო და სადაც დაჭირდება, სადაც არაფრის სიმბოლო არ იქნება. მაგრამ აი ეს ნაწილი, აი გრიგოლ ნოსელის აი ეს ალეგორიული ეგზეგეტიკა, რომელსაც ის გვაწვდის ჩვენს საინტერესო იმით გახლავთ, რომ გრიგოლ ნოსელი ცდილობს ალეგორიული აი ეს კუთვნილება, რაც შეიძლება დიდხანს გააგრძელოს და კვლავ გამოიყენოს. ამიტომ როდესაც ებრაელი არის ჭეშმარიტი რელიგიის სიმბოლო, იმასთან აქვია წინა დღეს ეგვიპტელთან ქიშბის დროს, მეორე დღესაც ებრაელი არის ჭეშმარიტი რელიგიის სიმბოლო. მაგრამ ცოტა ის არის, აქვია შეუსაბამო, ორი ებრაელი ქიშბება ერთმანეთს, ანუ ორი ჭეშმარიტება არ არსებობს. ჭეშმარიტებას ვერ დაუპირისპირდება, მას ხოვარი ბრძანებს ამას. ხო, რაც თავისავს უპირისპირდება, მისი მეუფება ვერ დამტკიცდება.
შესაბამისად გრიგოლ-ნოსელმა შეინარჩუნა ეს სიმბოლო ებრაელისა, როგორც ჭეშმარიტისა, იმისა რა ქვია, ჭეშმარიტი წმენისა, მაგრამ მჭირდება ახლა მეორე სიმბოლო მონახოს, მეორე ის მონახოს, რა ქვია, მეორე ებრაელის სიმბოლო მონახოს და აი ამასაც ძალიან ლამაზად და ძალიან კარგად აკეთებს ეს წმინდა მამა და ამბობს, რომ ეს მეორე ებრაელი არის ჭეშმარიტების სახე, ანუ როგორც ერთი ებრაელი იყო და მეორეც ებრაელია, ერთის გარეგნულად ებრაელი და მეორეს გარეგნულად ებრაელია, ეს მეორე ებრაელი არის სახე იმისა, რომელიც სიმბოლო იმისა, რომელიც სახეზღებულობს ჭეშმარიტებისას, მაგრამ შინაგანად არის მიუღებელი. რა არის ეს? ეს არის ერესი. ერესი. არც ერთი ერესი, ანუ უბრალოდ ყველა ერესი ქრისტიანობის ისტორიაში გამოდის ქრისტიანული სწავლების სახელით. ყველა ერესი აბსოლუტურად. ეს ძალიან საინტერესოა, მე ერესანიში თუ კავშირი უპირისპირდება ეკლესია, კი, უპირისპირდება ინტელექტუალური ძალა არის დამხმარე და არა ძირითადი. ერესის შინაგანი განცდა აქ ეკლესიას ყოველთვის და იმას შემდგომ ინტელექტუალურად ადასტურებს, რომ დიახ ეს ერესი იყო, მაგრამ შინაგანი განცდა, სულიერი განცდა აქვს ერესის ეკლესიას. ეს არის რაღაცა ისეთი, რაც არ უთხოვს ქრისტეს. რაღაცა ისეთი, რაც არ უსწავლებია ქრისტეს, რაღაცა ისეთი, რაც არ შეუხსენებია სულიწმინდეს. Ando ეს ერესი, აი ეს გრიგოლ-ნოსელის ეპოქაში ხო ეს ნახევარდარიოზელობის ერესი ხო უდიდესი პრობლემა იყო და უმძიმესი პრობლემა იყო ეკლესიისათვის და აი აქ ამბობს გრიგოლ-ნოსელი. რომ როდესაც ერესი, ანუ ერეტიკული აზრი შემოდის და ეკიშება ჭეშმარიტებას, შენ აუცილებლად უნდა შეძლო ისინი ერთმანეთისგან დააშოვან. გამიჯნო ერთმანეთისგან რა არის ერეტიკული და რა არის ჭეშმარიტი. აი ეს გახლავთ მეგობრებო ის ნაწილი, რომელი ნაწილის შესახებაც ჩვენ უნდა გვესაუბრა შემდგომი ეტაპი მოსეს მოღვაწეობ. ანუ პირველი 40 წელი ეს არის, პირველი 40 წელი აი ამით სრულდება. მოსე სასახლეში და გავიდა აი ეს არის მთელი 40 წელი. და ამით ამოიწურა ის საფეხური, რომელსაც საფეხურსაც გრიგოლ-ნოსელი უწოდებს განსწავლულობით ნაწილს. დარჩა ორი ნაწილი, ეს არის განწმენდელობითი, ანუ განმანათლებლობითი ნაწილი და მოღვაწე 40 წელი დარჩა მოსეს ცხოვრების გასააზრებად. ახლა მე მithქვათ არ მაქვს ასეთი კითხვა. მე გავაგზელებ საუბარს, უბრალოდ ფიქრობ, რომ მე საუბარს დავასრულებ მოსეს დაოჯახებით, რამით დავასრულოთ დღევანდელი ლექცია და მეორე ეტაპი, ანუ განწმენდელობითი ეტაპი, შემდეგი ლექციისთვის გადავდოთ, ვინაიდან ძალიან ის იქნება, ესე უფრო პროდუქტიული იქნება ჩვენი საუბარი, დღევანდელი საუბარი, მე ასე ვფიქრობ. მოსე გარბის მიდიამელთა ქვეყანაში, მე თქვენ შეგახსენებთ ვინ არიან მიდიამელები, მე ყოველთვის სტრენგსუდეტებს ამ დროს ამ ადგილას უსვამ ხოლმე კითხვას ვინ არიან მიდიამელები და მათ აუცილებლად უნდა მიპასუხო, რომ მიდიამელები არიან აბრაამის ჩამომავლები ქეთურასაგან, ანუ მესამე ცოლისაგან, მესამე ქალისაგან, რომელიც ყავდა მომთაბარ აბრაამს, ანუ მოსე გარბის რაღაცა აზრით მოსე გარბის თავისიანთან. არათვის ტომებთან, არამედ სემიტებთან, სემიტურ იმაში, წიაღში გარბის. არის აზრი მეგობრებო იმასთან დაკავშირებით, ახლა რამდენად მისაღებია ეს აზრი და რამდენად მართებული ეს აზრი ვერ გეტყვით, მაგრამ არის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მიდიამი ზოგადად ეგვიპტიდან გამოქცეულთა თავშესაფარს წარმოადგენდა. და შესაბამისად მოსეც ანუ დაადგა იმ გზას, რასაც მაშინდელი პოლიტიკური დევნილები მიმართავდნენ ეგვიპტიდან პოლიტიკური დევნილები მიმართავდნენ. კიდევ ერთხელ ეს არის კერძო მოსაზრება და შეიძლება არაფერი არ თქვა საერთო ჭეშმარიტებასთან. მაგრამ მიდიამის ქვეყანაში რომ მიდის მოსე, რომელზეც სხვათა შორის წერია, რომ არა მარტო წავიდა, არამედ იქ გაჩერდა. ამ ქვეყანაში გასაჩერებლად არის თითქოს ის წასული, მაინც გვაძლევს საშუალებას იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც ვთქვათ, რომ აი ეს მოასე ხო არ არის, ხო უბრალოდ მოსემ შეგრებულად ხო არ შეერჩია ეს ქვეყანა გასაქცევა და დასამალავად. საწავიდო და მოსე. თავისთავადია მოსე, ახლა თავისთავად ხმამაღლა გამომივიდა, მაგრამ წმინდა წერილის თხრობის ის არის, რა ქვია, რაღაცა ჩეულ თხრობას უბრუნდება წმინდა წერილი, გაქცეული წასული ჭასთან უნდა მივიდეს აუცილებლად და აი ჭასთან არის მისული მოსე, სწორედ ამ ჭასთან დაждდება. ეს გახლავთ არა ის ჭა, რომელიც ქალაქთან კეთდებოდა, უბრალოდ რომელთანაც ქალაქი შენდებოდა, არამედ ეს გახლავთ ის ჯურღმული, სხვადასხვა ტერმინოლოგიურად ჯურღმულად არის დათარგმნის სეპტუაგინტაში და სასაბამისად ძველ ქართულ რედაქციებში, რომ აი ეს ისა რა ქვია, ჯურღმულთან ეს არის ის ჭა, რომელიც ჭასაც ამოიღებდნენ და ეს რომელიც ჭაც წვიმის წყლების ხარჯზე დიდდებოდა
ისე ივსებოდა და რომელ ჭასაც ძირითადად მეცხვარეები ხმარობდნენ ცხვრის დასარწყულებლად და მათ ასე ვთქვათ დასაგრილებლად. შესაბამისად აი ამ ჭასთან, აი ამ მწყემსების ჭასთან გაჩერდა მოსე, ისევე როგორც თავის დროზე მწყემსების ჭასთან გაჩერდება მამამთავარი ისრაელი. აი აქ თხრობას აგრძელებს მოსე ვინმე რეგუელის შესახებ, რომელსაც ყავდა 7 ქალიშვილი. ახლა ერთი წუთით შევჩერდეთ და ვთქვათ ვინ არის ეს რეგუელი. ეს რეგუელი, მეგობრებო, მეორენაირად წმინდა წერილის თხრობაში წამოგუდგება იოთორის სახელით, ანუ ამ კაცს აქვს ორი სახელი, იოთორი და რეგუელი და ეს გახდება მოსეს სიმამრი. მოსე მის ქალიშვილზე იქორწინებს. ეს იოთორი რეგუელი იოთორი, ხო, აი რომელი სახელით უნდა მოვიხსენიოთ, აი ეს სახელი ძალიან საინტერესოა ამ თხრობაში და ეს მინდა გადაცნოთ სწორედ. მეგობრებო, საქმე ის გახლავთ, რომ რეგუელი ებრაულად კოგან არის არა საკუთარი სახელი, არამედ არის წოდება. და კოგანებად, ანუ რეგუელებად იწოდებოდნენ ისინი, რომლებსაც ჰქონდათ ბიბლიაში კოგანებად იწოდებიან ისინი, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული ხედვა, გარკვეული გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობისა. ანუ კოგანად, რეგუელად ყველა ვერ იწოდებოდა. აი განსაკუთრებულ შემთხვევაში იწოდებიან ისინი. ანუ ეს იოთორი არის მიდიამელი კოგანი, მიდიამელი რეგუელი. მიდიამელი აი ეს პიროვნება, რომელსაც აი ეს ცოდნა და ეს გამოცდილება აქვს ღმერთთან ურთიერთობისა. არსებობს გარდამოცემა, მეგობრებო, იმასთან დაკავშირებით, რომ აი ხა ჩვენ ნახავთ იმაში, რა ქვია, თხრობაში, რომ ამ მიდიამელი რეგუელის, იოთორის, ანუ რეგუელი არის წოდება, კოგანი არის წოდება და იოთორი არის საკუთარი სახელი. ამ რეგუელი იოთორის, ამ კოგანი იოთორის ქალიშვილებს ჩაგრავენ. და ზოგადად ქურუმის და მით უმეტეს ასეთი პატივიზმი მქონე ქურუმის ოჯახს არ ჩაგრავენ, ამას ვერ ბედავენ. ეს ძალიან ისეთი ის არის, ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ამას ეს არ ხდება საერთოდ. თუ რაღაცა არ ხდება ამ კოგანის, ამ რეგუელის თავზე. და აი ჩვენ გვაქვს გარდამოცემა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კოგანმა და ის რეგუელადაც სწორედ ამიტომ იწოდება, კოგანადაც ამიტომ იწოდება წმინდა წერილში, ამ იოთანო მოსე ამ ტერმინით იმიტომაც მოიხსენიებს მას, რომ ამ მიდიამელმა იოთონმა, მიდიამელმა კოგანმა დაიწყო აბრაამის რელიგიის გამოცდილება და მივიდა დასკვამდე რომ მიდიამელებმა დაამახინჯეს აბრაამის გამოცხადება, აბრაამის რელიგია და დაიწყო ქადაგება მიდიამელთა შორის აბრაამის ღმერთის, ანუ იმ გამოცხადებისა, რომელიც გამოცხადებაც აბრაამს ჰქონდა მიღებული ღმერთისაგან. შესაბამისად, მიდიამურმა ერთობამ ეს კოგანი არ მიიღო, მოიძულა, მოიკვეთა ის და გააგდო თავისი ერთობიდან. ამიტომაც ჩაგვრა მისი ქალიშვილებიდან ამის გამოძახილი უნდა იყოს. ეს გარდამოცემა დასაყრდნს პოვებს მოგვიანო თხრობისასაც, როდესაც ეს მიდიამელი რეგუელი იოთორი მოსეს შეხვდება და ეგ წმინდა წერილის თხრობაში აშკარად იგრძნობა, მეგობრებო, ის რომ ეს რეგუელი აშკარად აღიარებს იმ ღმერთს, რომელ ღმერთსაც ეთაყვანება მოსე და აარონი და მთელი ისრაელი უნდა ეთაყვანოს. პლუს ამას ჩვენ ცოტა მოგვიანებით გვექნება კიდე საოცარი თხრობა, ჩვენ თავისთავად ხადი ამას შევეხებით, თავისთავად ხადი ამ დეტალთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, რომ ეს მოსე, მაბადეთ ეს იოთორი მოსესთან და აარონთან ერთად მსხვერპლს წირავს ღმერთს. ყველაფერი ეს რო შემოვკრიბოთ ერთმანეთში, ჩვენ წმინდა წერილში თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსე სიმამრი, რეგუელი, ანუ საკუთარი სახელით იოთორი გახდათ იმ ღმერთის მაღიარებელი, იმ ღმერთის მადიდებელი, რომელ ღმერთსაც ადიდებდა, აღიარებდა აბრაამი, ისააკი, იაკობი, შემდგომ მოსე და მთელი ისრაელი. ანუ აი სწორედ აი ამ ოჯახთან დაიწყებს შეხებას, ეხება თავიდან შემხებლობა მოსეს, ეგვიპტიდან გამოქცეულ მოსეს. ახლა საინტერესო რა არის წმინდა წერილში? საინტერესო ის გახლავთ, მეგობრებო, რომ მოსე ზის აი ამ ჭასთან და ამ კოგან იმის რა ქვია იოთორის 7 ასული მოვიდნენ რომ წყალი ამოეღოთ და აევსოთ გეჯები და ეს ცხვარი დაერწყულებინათ. აი ამ აქ მოს ვიღაცა უცხო კაცი ზის ამ იმასთან, ამ ჭასთან და ეს ქალიშვილები მოვიდნენ, თავისთავად ცხადია ისინი პირდაპირ აქ არ შეეხმიანებიან, არ იყო ეს წესი, ქალი გამოლაპარაკებოდა კაცს, კაცი უნდა გამოლაპარაკებოდა ქალს, შესაბამისად ისინი მდუმარედ იღებენ ამ წყალს და
მოვიდნენ ვიღაცა სხვა მწყემსები, სხვადასხვა ეფრემასური ამ სხვა მწყემსებს ზარმად მწყემსებს უწოდებს და გაყარეს ეს ისინი, რა ქვია, მიდიამელი იოთორის ასულები, გაყარეს ჭიდან და ეს რა ქვია, ესე იგი, თვითონ დაიწყეს ამ წყლის მოხმარება, მათი ამოღებული წყლის მოხმარება. მოსემ დაინახა ეს, გამოესარჩლა ამ იმას, რა ქვია, გამოესარჩლა ამ იოთორის ასულებს, გაყარა ის მწყემსები და ამ ასულებს მისა საშუალება თავიანთი საქმე გაეკეთებინათ. აი ახლა დავსვათ კითხვა. ძალიან საინტერესო კითხვა. ვინ არის მოსე? ვინ არის მოსე? ახლა ამაზე თავიდანვე დავიწყებ ლაპარაკს, ვილაპარაკეთ აფხაზ განმავლობაში, ხო? მაგრამ ბოლოში კიდევ ერთი რაც შეგვიძლია დავუმატოთ, ვინ არის მოსე. ეს არის ის, რომ მოსე არის პოლიტიკური დევნილი, გამოგდებული ეგვიპტიდან. და საწავდეს ის არის. ერთადერთ წამოვიდა მიდიამში, იმიტომ რომ აქ მაინც სემიტები არიან. რაღაც საერთო სიტყვის მათთან. აი მარტო სული, აი არაფერი რო არ გააჩინია, გარდა იმ ინტელექტისა, რაც წამოიღო და იმ წარსულისა, რაც წამოიღო ეგვიპტიდან. არაფერი არ გააჩნია მოსეს. ზის ჩასთან და ხედავს, რომ ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს. ვიღაცა ვიღაცას ჩაგრავს. მოსეს დღეში მყოფ ადამიანმა რა უნდა გააკეთოს? ესე იგი, რადგან ესენი ჩაგრავენ, ხოლო ესენი ჩაგრულები არიან, ამ ჩაგრულებთან მე საერთო მაგ უცხო მხარეში რომ მოხდეს, რაღაცა ფარველობა მინდა, რაღაცა სამსახური მინდა, სარჩო მინდა, რაღაცა მჭირდება, ხო? ვინ ჩაგრავს და ვინ ძლიერია და ვისაც გავლენე, საერთოდ უფრო მეტ გავლენას ხედავ, გავლენის ქონას ხედავ, ხო? იმათ მივეკედლები, იმათ მივეტმასნები. ლოგიკურად მოსემ ასე უნდა იმოქმედოს. არა, მოსე დგება და იმას ვისაც ჩაგრავენ, იმას ეხმარება. ვინ სუსტია, იმას ეხმარება. რო არ აწყობს, არანაირად აი იმას აკეთებს სწორად. აი აქ ჩვენ ხედავთ ერთ მიზეზს. ძალიან ხმამაღლა ვამბობ ახლა მე ამას, მაგრამ ეს ძალიან ისე კარგად რო გამიგოთ, ხო? რა დევს მოსეში, რის გამოც ღმერთი გამოარჩევს მას. ეს არის სამართლის მოყვარეობა. ეს სიმართლის მოყვარია მოსე. ეს ასულები, იმიტომ კი არ დაიცვალა, ამათ გარამეს ელოდება, არა. უსამართლობა იყო მათი დაჭრა. აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. და გაიქცევიან ეს ასულები მამამისთან და ეს ადრე იყო მოსვლა, ჯერ არ უნდა მისულიყო სახლში და მამამის გაუკვირდება, რატომ მოხდა ასე ადრე და ეს გოგონები ეთქვიან, რომ ვიღაცა ეგვიპტელი გამოესარჩლა მათ. სხვადასხვა აქ აი ეს ასულები ამბობენ, რომ ეს ვიღაცა არის ეგვიპტელი. იუდაური ეგზეგეტიკა ცოტა მოგვიანებით, როდესაც დასვავს კითხვას, ატო ვერ შევიდა მოსე აღთქმულ მიწაზე, ერთ-ერთ მიზეზად დაასახელებს ამას, რომ მოსეო მიდიამელ ქალიშვილებსო, მიდიამელი იოთორის ქალიშვილებსო, ჭასთან გაეცნო როგორც ეგვიპტელიო. და ერთ-ერთ მიზეზად თავისთავად არის აბსოლუტური ბოდვა, არაფერი ამის გამო არა. ჩვენ ვისაუბრებთ, რატო ვერ შევიდა მოსე აღთქმულ მიწაზე, ვისაუბრებთ ამაზე აუცილებლად. მაგრამ ეს არის აბსოლუტური ბოდვა, ახლა ამასთან დაკავშირებით, რომ იმას რა ქვია, მოსემ ახლა ეგვიპტელად დაასახელა. მოსე შეიძლება თავი ეგვიპტელს სულას არ დაასახელა. მოსესო შეხედავ ტიპიური ეგვიპტელია. კარისფერი, თმების მოყვანილობით, ტონალობით, ლაპარაკის ტონალობით, ყველანაირ თლიანად ეგვიპტელია. ის მოსემ თუ არ გითხრა და დაგიტასპორა რომ ებრაელია, მოსე შენ ებრაელს ვერ შეიცნო. და ეს ამბობენ რომ ვიღაც ეგვიპტელმა ეს რაღაცა გააკეთა. აი ეგ იოთორმა დაინახა სწორედ ისაც გითხარით მე თქვენ. დაინახა ის რომ მოსე წინა დაინახა ის რომ ის კაცი რომელიც ზის ჯურღმულთან და მის კალიშვილებს გამოესარჩლა, ეს უნდა გაეკეთებინა უანგაროდ. აი რატო უნდა დაიცვას მოსემ ეს უცნობი გოგოები? აი რატო უნდა დაიცვას? დაიცის ვინ არის ამის შვილები არიან. უანგაროდ მოემსახურა სიმართლეს და მოსეში დაინახა რაღაცა ისეთი, რომელსაც აი რომელიც ძალიან ახლოს ადგას იმ სულთან, იმ რელიგიასთან, რომელიც ქანდაგებას უნდა დაეწყო მიდიამელ რეღუელ იოთორს თავის ჭიანებთან და რომელი რელიგიაც არის გამოცხადებითი რელიგია. ასეთი იყო აბრაამი. ასეთი იყო ისააკი, ასეთი იყო იაკობი. ვიღაცა ასეთი ნახა, სულით შეიცნო, სულით ენათესავა იოთორი მოსეს. მამამისი გააგზავნის, მოაყვანილებს ამ კაცს, პურს აჭმევენ და ამ ტრაპეზისას ალბათ გაიმართა რაღაცა საუბარი, შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა კიდევაც მოსე მასთან და აი მოსე გადაწყვეტს საბოლოოდ ამ კაცთან, ანუ იოთორთან დაარჩენას, შესაბამისად მეორდება ისტორია. ლაბანთან დარჩენილი იაკობი ითხოვს ლაბანის ასულს და იოთორთან დარჩენილი მოსე ითხოვს იოთორის ასულს
სეფორა არის მისი სახელი და გაუჩნდება შეეძინება შვილი მოსეს და დაარქვეს მას გერშომს და ძალიან საინტერესოა ეს სახელი მე აი ამით მინდა მართლა დავასრულო დღევანდელი ლექცია რატო დაარქვა თავის შვილს გერშომი გერშომი ნიშნავს თქმურობას უცხოობას მოსე ამ სახელს არც არქოს ვინაიდან თვითონ დაწერს მე წმინდა წერილს რომ თქმურად ვიყავიო უცხო ქვეყანაში აი დავსვათ ასეთი კითხვა რატო მოსე თქმური ამ ქვეყანაში და რა არის ის ქვეყანა სადაც მოსე თქმური არ იქნება რომელი ქვეყანა სადაც მოსე თქმური არ იქნება ეგვიპტე აღარ არის დასრულდა ეგვიპტე მორჩა მოკვდა ეგვიპტე მოსასათვის ის მიწა რა მიწაზეც მამამთავრებს ელაპარაკებოდა ღმერთი ხალხი ვერ დაძრა მოსემ და ახლა ის მიწას ვინ აღესებს მოსეს ერთი ეს მიდიამია დარჩენა თავის იმამთან სხვა ადგილი არ აქვს მოსეს წასასვლელი მაგრამ მოსი ამბობს სწორად აი ესეთ გამოუვალ მდგომარეობაში აი ასეთ ლოგიკურად ერთადერთი რამის თქვა შეიძლება აი ამ მდგომარეობაში სწორად ამბობს მოსე რომ აი ეს არის თქმურობის ქვეყანა ეს არის უცხო ქვეყანა ის რაც დაივიწყა ისრაელმა ეგვიპტეში ისაც გაეცნო მოსე ბიბლიოთეკაში აი ეს ვერ ამოიგდო მოსესთვის წარმოუდგენელია და ჩვენ ნახავთ შემდეგ შეხვედრაზე მოსესთვის წარმოუდგენელია რომ ღმერთი რო შეპირდა აბრაამს ის არ გააკეთოს მოსემ ვერ გააკეთა მაგრამ ღმერთი გააკეთებს აი აქედან იწყება მეგობრებო ძალიან საინტერესო ხედვა მოსესი რომ მოსე მიდის ამ დასკვნამდე და ჩვენ შემდეგ ნაწილში შემდეგ ლექციაზე ამას შევეხებით რომ ეს ხალხი მოსემ კი უნდა გაიყვანოს ეს ხალხი ღმერთმა უნდა გაიყვანოს ჩვენ მე ვისაუბრებთ შემდეგ კვირას ვისაუბრებთ აუცილებლად ამაზე რას ნიშნავს გერშომი უცხოდ თქმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში მოსესთვის ერთადერთი ქვეყანა მშობლიური ქვეყანა ეს არის მამათა მიწა ის მიწა რომლისაკენაც წასვლა უნდა და ვერ წავიდა მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მე წავა მაგრამ მაინც ვერ შევა მიწაზე და ჩვენ მე ვილაპარაკებთ რატო ვერ შევიდა მოსე ართხილ მიწაზე თქმურობის თემა აკადემიურ ლიტერატურაში ისევე მეორდება და მოსე თქმურია მიდიამელთა ქვეყანაში თქმური იყო ის ეგვიპტელთა მიწაზეც თქმური დარჩა თავის ცხოვრებაში თუნდაც ნახულ მიწაზე ვერ შევა და სწორედ მოსი არის სახე იმ თქმურობისა რა თქმურობას ამ სხემობად ქრისტიანს უნდა ახასიათებდეს ამ ქვეყანად ვინაიდან ეს ქვეყანა არის თქმურობის სხემობის ადგილი და ჩვენი სამშობლო არის ცათა სასუფეველოში სეციური იერუსალიმში საიდკენაც წაგვიყვანა ჩვენ ბუნებითად გამოგვხსნა ძემ და საიდკენაც მივყავართ სული წმინდა სათა მამასთან ერთობაში ვიყოთ მარადულ სიხარულში ამით სრულდება სწორედ მოსეს მეორე შვილი შეეძინება ელიაზარს არქოს მას და ამით სრულდება სწორედ ამბავი პირველი 40-წლიანი ნაწილის შესახებ მეორე 40 წლიანზე ჩვენ ვისაუბრებთ ხვალ და ხვალ რა იყო შემდეგ შეხვედრაზე და შემდეგ შეხვედრაზევე ვისაუბრებთ დავიწყებთ მესამე 40 წლიანს ვინაიდან მეორე 40 წლის შესახებ მოსე წინასწარმეტყველი ზუსტად ერთ წინადადებას ამბობს მეც არას და ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ამას შევხედით ახლა დავასრულებთ დიდი მადლობა ჩვენს მასწავლებელს ორი კითხვა მაქვს დასაწყისისთვის მე თუ შეიძლება პირველი მოსეს მიდიაში გაქცევა არის მიდიამელების სემიტობის ბრალი თუ ის რომ მიდიადა ეგვიპტე იმ დროისათვის კარგახნის მოკიშბე იმპერიები არიან მაგ დროისათვის ეგვიპტეს უკვე დამარცხებული ყავს მიდია თუმცა მე როგორც მახსოვს მიდია რაღაც მომენტში კიდევ იყო ჩაღებს და წამოწევს თავს და დაამარცხებს ეგვიპტეს და არის უბრალოდ ანუ ტიპიური თავშესაფრის ძებნა მოკიშბე იმპერიასთან. შეიძლება ლებარ მაგი ვთქვი სწორედ არის ეგ აზრი. საეკლესიო ლიტერატურაში არა. საეკლესიო ლიტერატურაში არის ეს აზრი, უბრალოდ ეგზეკუტიურ ლიტერატურაში არის გამოთქმული, ისტორიკოსების მიერ არის გამოთქმული, რომ მიდიამი ეს არის ის ადგილი არის, სადაც მოსე კომფორტულად იგრძნობს თავს, როგორც ეგვიპტიდან გამოქცევა. მეორე კითხვა, გმადლობთ. მომზადებული, განათლებული ჯანღონცავსე, შეძლებული პატრიოტის მოსეს პირველი შეხება არა პირველი, მაგრამ ესეთი გამოსარცლება თავის ერზე
და მისი არ მიღება, შური, ბოღმა, თავში ჩარტყმა, რაც ასე ხშირად მეორდება ისტორიაში მონობაში მყოფიერებისაგან. მოსეს მაინც ვერ ააღებებს ხელს მის სიყვარულზე ამ თავისი ერისადმი, მასზე თანაგრძნობაზე და მე რასაც იზავს ქევიცით. რითი ხსნის ამას ეგზეგეტიკა? ქრისტიანული, იმიტომ რომ ქრისტიანული თუ იუდეური, იმიტომ რომ პატრიოტიზმი, ნაციონალიზმი, მაგრამ ეგეთი რაღაცები საერთოდ არ არსებობს. პატრიოტიზმი პატრას ცხოვრებულებმა მოიგონეს საბერძნეთში და მან ეგ საერთოდ კავშირში არ არის, ნაციები ვესტფალის დროს შეიქმნა, ანუ როცა თემი არ მიიღებს მასზე კეთილად მზრუნველ ადამიანს, ის წრება და მიდის, ხო და მოსეო რატო არ მიდის, რას გვეუბნება ეგზეგეტიკა, რატო არ ჩაიქნევს ხელს, რა აძლევებს მას აი ამ შურს უმადურობის მიუხედავად, რომ დარჩეს თავისი ერის ერთგულად. ძალიან საინტერესო კითხვა ლევან, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი ამას ქრისტიანული ეგზეგეტიკა ზუსტად ასე ხედავს, ზუსტად ასე როგორც გიპასუხებ. ამ კითხვაზე პასუხი არის მოსეს მთელი ცხოვრება. და ეს ცხოვრება არის ცხოვრება ღმერთთან ერთად. ხელს არ ჩაიქნებსო, რო თქვი, ამაში ამ დეტალს შეგისწორებ, ხელს ჩაიქნებს მოსე. კი, მოსე არის ხელჩაქნეული. მოსეს არანაირი აზრი აღარ აქვს, არანაირი იდეა აღარ აქვს ამ ხალხთან დაბრუნების, ეს გამორიცხული. მოსე ამ ხალხთან იმიტომ დაბრუნდება, რომ აი ამ ხალხს იმედია კიდე არ. მოსე სულ სხვა რამის გამო დაბრუნდება. მოსეს ამ ხალხს ხელი ეჩქნა. მაგრამ უყვარს. აი სიყვარული, რომელიც საქვია ჩანასახვარ მდგომარეობაშია, შეიძლება ვთქვათ, რომელიც ამოფრქვევას ელოდება, აი ამ სიყვარულის რეალიზება დაიწყება მხოლოდ და მხოლოდ, აი სიყვარულის უზომო რეალიზება დაიწყება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოსე აირჩევს გამწვენდელობით გზას, ანუ ასკეტურ მოღვაწეობას და მივა ღმერთთან. აი ღმერთთან ურთიერთობა, ლევან, რომელიც იძლევა ამ სიყვარულის ძალას, იძლევა მოღვაწეობის ძალას, იძლევა მოთმინების ძალას. ჩვენ თავის დროზე გახსოვს ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ადამიანი თავისი თვისებით, თავისი ბუნებით არის სუსტი. მოსეს არ შეუძლია ეს ხალხი კვლავ შეიყვაროს, ეს გამორიცხული ეს ადამიანურ ძალებს აღემატება. მოსეს არ შეუძლია ამ ხალხის კვლავ ერთგული იყოს, ეს ადამიანურ ძალებს აღემატება. მაგრამ ეს შეუძლია ღმერთს. აი მოსემ ეს კაც იცის თავიდანვე რომ ვერ შევა ხო აღთქმულ მიწაზე. არა, თავიდან არის. თავიდან უბრალოდ გისთვის აღთქმული მიწა დარჩა ლეგენდად, მაგრამ როდესაც დაბრუნდება უკვე მას ძალიან დიდი იმედი აქვს აღთქმული მიწაზე შევა. როდის გებულობს, რო თვითონ როდესაც ღმერთი გამოეცხადება და ეტყვის ზუსტად ციტატასავით გეუბნებით ამ სიტყვებს, რადგან შენ და აარონმა წმინდა არ გამომაჩინეთ ისრაელის წინაშე ვერ იხილა იმ ქვეყნის მიწას, რომელიც აღუდგა შენ მამაყობას. ეს იქნება უკვე გამოყვანილი თაობა, რომ ინას მერეა ეგა. ის მერე? ინას მერეა ეგა. სინას მერეა თავის თავაცხადია, თაობა უნდა ახალი თაობა რომ არა, სინას მერე იგებს რომ ვერ შევა. სინას მერე იგებს, ხო, ანუ ახალი თაობა უნდა მოვიდეს, ანუ ეს ძველი თაობა, რომელიც თაობასაც გამოიყვანს, იმათი ძვლებიც გაიფანტება უდაბნოში. ეს ახალი თაობაა და ჩვენ თავის თავზე სინას მერე გაიგებს რომ ვერ. კი, თავის თავაცხადია, კი. ახალი თაობას უნდა მოვიდეს. როცა გამოყავს ეგვიპტიდან, როცა დაბრუნდება აი ამ მათ დამი ვერსიყვარულის მიუხედავად და ღმერთის მსახურების სურვილით, როცა გამოყავს ეგვიპტიდან გონია რომ შევა, ხო? კი. ეს ამას გაიგებს საკმაოდ გვიან. პრაქტიკულად ეს ამას გაიგებს როგორ გითხრა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ სადღაც 30 წლის მერე რა 30 წლის მერე კიდევ უფრო შეიძლება 35 წლის მერე და ბოლოს ამავიწყდა და ცხენია მაგრამ უკაცრავად ეგვიპტელები კამიტები არიან მაგრამ კამიტები არიან კამის თამომავლის მიცრაიმისაგან კამიტები არიან და ეგვიპტის მიწას კამის მიწა ეწოდება ხშირად მიცრაიმიც ეწოდებას. კიდე რა კითხვები გვაქვს მეგობრებო? მე მაქვს ასეთი კითხვა.
მოსეს ეს გზა ახურება რაც არის მანდედან ჩემი აზრით ჩდება ასეთი დასკვნა კეთდება რომ მისი გზა ეტაკება სახელმწიფოს ინტერესს ხო და სახელმწიფო ცდილობს მის განადგურებას. ცოტა ბოდის რა ზალიკო გამორთე რა მიკროფონი, იმიტომ რომ რაღაც ხმები მოდის. გაგრძელე შოთა. აქ რაღაც არა შოთა ის ვიშენი. და სახელმწიფოს ინტერესს ეტაკება მოსეს აი ღვთისმსახურების გზა. შემდეგ ქრისტეს გზაც რეალურად მას ჯვარს აცავს იმპერია და ის ეტაკება სახელმწიფოს ინტერესს. იმ სახელმწიფოს ინტერესს, რომელიც არ ცხოვრობს, რომელიც არ აღიარებს ქრისტიანული რელიგიის ფასეულობას. ეს უნდა გავიგოთ ისე, რომ ქრისტიანული გზა, მსახურება და ეკლესიის გზაც მათ შორის, თუ ის იმ სახელმწიფოშია, რომელიც თავისი შინაარსი, თავისი იდეოლოგიით არ არის ქრისტიანული, ის პირდაპირ დაჯახებას გულისხმობს ამ სახელმწიფოსთან, იმდენად რომ ის სახელმწიფო ეცდება ჯვარს აცვას ეკლესიას. ეკლესია, ქრისტიანული ერთობა, როგორც ქრისტე აცვა ჯვარს და როგორც მანამდე მოსეს დაეჯახა სახელმწიფო და შეეცადა განადგურება. ძალიან საინტერესო კითხვა, უბრალოდ შენ კითხვაზე შოთა მე ვერანაირად ვერ მოვახერხებ ერთ ამოსუნთქვაში პასუხის მოცემას, ეს გამორიცხულია აბსოლუტურად ჩვენ ნელ-ნელა უნდა წავიწიოთ წინ და უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა თემებზე. ერთადერთი რასაც მე ახლა შენ გეტყვი, მე გეტყვი რამეს, რომ სახელმწიფოს ბუნება რომ ვერ შეითვისოს ქრისტიანობა. რომ ქრისტიანობა არის არა მიწიერი და სახელმწიფო არის მიწიერი და ვერასდროს სახელმწიფო მათ შორის ქრისტიანობისადმი კეთილგანწყობილი სახელმწიფო ვერ მიიღებს ქრისტიანობას. სახელმწიფო საქმე არ არის ქრისტიანობა. სახელმწიფო შეიძლება ჭირდებოდეს ქრისტიანობა, მაგრამ სახელმწიფო ქრისტიანული ვერ გახდება. ბუნება აქვს ასეთი და იმიტომ. აი მაგალითად ბიზანტიის იმპერია, რომელსაც მთელი კულტურა შექმნა ქრისტიანული რელიგიის, ამ მთელი კულტურა შექმნა და მთელი ყველა დოგმატი, ეს არის ბიზანტიის იმპერიის სახელმწიფოებრივი, ასე ვთქვათ, რა ქვია, ისე ზრუნვის გამოვლინება ერთგვარად, ხო, პირველი მსოფლიო კრებაზე იმპერატორები პირველ შოში, იმპერატორები კრიბავენ კრებას, იმპერატორები ზრუნავენ დოგმატის, ასე ვთქვათ, ასე შემდგომ გავრცელებას იმპერიის საზღვრებში და ასე შემდეგ, ხო? ეს საოცრებაც კი ისტორიულ კაცობრიობის ისტორიის ფურცლებს ეს საოცრებაც კი ბოლოს კატეგორიულად აი ჭირდება ეკლესია როგორც თავის სამინისტრო და როგორც მაცხოვნებელი წიაღი. ან დევნის, ან იყენებს. არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო სხვა დამოკიდებულება არ აქვს საწმლოებასთან. ყველაზე გამართლებული, ყველაზე კარგი, ყველაზე მისაღები მდგომარეობა ეკლესიისა სახელმწიფოში არის ის, რაც თქვა მაცხოვანმა. კეისარი იქით, ღმერთი აქით. არავითარ ინსტიტუციონალური ერთობა, არავითარ შემთხვევაში. მხოლოდ ღირებულებითი თანამშრომლობა, არანაირი ინსტიტუციონალური ერთობა. რაც უფრო შორს იქნებიან, ეკლესიისათვის უფრო კარგია. მოდი ერთ საინტერესო თემას შევეხოთ. შენ რომის იმპერია ახსენე, მოსესთან დავბრუნდები თავისთავად ხატი. შენ რომის იმპერია ახსენე. და ეს არის ის იმპერია, რომელიც ხოთაშორის ქრისტიანებს კი არ დევნიდა, ქრისტიანებს იცავდა. ქრისტიანების დევნა მან ცოტა მოგვიანებით დაიწყო. თავიდან რომის სამართალი ქრისტიანებს იცავდა იუდაური ბრძოლისაგან. პირდაპირ არ აძლევდნენ უფლებას ქრისტიანების ოჯახები და ის ერბიათ და რომის სამართალი ამას აკეთებდა. რომი ქრისტიანობას არ დაპირისპირებია, რომის ქრისტიანობას სამ ნაწილად დაუპირისპირდა. რომი ქრისტიანობას დაუპირისპირდა ჯერ ბრბოს დონეზე, შემდგომ ინტელიგენციის დონეზე და ბოლოს პოლიტიკური მანქანის დონეზე. აი სამივე ერთად ჩაერთო დიოკლეტიანეს დროს ხოლმე აი მომაკვდავმა რო ბოლოს უნდა მოიხრიალოს და თელ ძალებს მოიკრიბავს. თორე სამივე ერთად ქრისტიანობა არ უდევნია. როდესაც ბრბოდევნიდა ქრისტიანობას, პოლიცია იცავდა იმას. ანუ რომი არ იყო ქრისტიანობის წინააღმდეგ ასეთ განწყობილი, მაგრამ რომი, როდესაც ინტელიგენცია დაუპირისპირდა უკვე ქრისტიანობას, გამოდიან სამოღვაწეო ასპარეზზე აპოლოგეტები და ის აპოლოგეტები ამბობენ სხვათა შორის, რომ რომს სწორედ ქრისტიანებში უნდა ეგულებოდეთ ერთგულები და არა წარმართებში. პოლიტიკური მანქანა როდის იზრდება ქრისტიანების წინააღმდეგ? როდესაც უკვე რომის იმპერია გძნობს, რომ იმდენი წარმართი აღარ აყავს იმპერიაში, რამდენი ქრისტიანიც არის.
რატომ? იმიტომ რომ რომს ჰქონდა ერთი ძალიან საინტერესო თავისებურება. რომში რელიგია არასდროს არ იყო რელიგია. რომს რელიგიად არასდროს არ ჭირდებოდა. არასდროს. რომში რელიგია ყოველთვის იყო პოლიტიკური, იმის საქვია, სწორების საშუალება. როდესაც რომი ხდება მრავალეროვანი, მრავალკონფესიური და დგება საკითხი რომის ერთობის შესახებ, რა უნდა გაერთიანოს რომა? რითი უნდა გაერთიანდეს რომი? ამხელა იმპერია რითი უნდა იყოს ერთიანი? და მოიგონებენ ერთიან სისტემას. ეს არის იმპერატორის გენია. და რომის მოქალაქე, ეს არის არც მეტი არც ნაკლები, ის რომელიც აღიარებს რომის გენიას, ის იმპერატორის გენიას. იმპერატორის გენიის აღიარება, არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა იმას, რომ ვიღაცას ჯეროდა იმას, რომ იმპერატორი მართლა ღმერთი. ეს იყო პოლიტიკური აქტი, მეტი არაფერი. იმპერატორს მსხვერპლს შეწირავდი, ამით შენ ადასტურებდი ერთადერთ რამეს. რა არის ეს? რომ შენ იმპერიისადმი იყავი ლოიალური და იმპერიას ემორჩილებოდი. თორე შენ იმპერატორს მართლა ღმერთ, იმას საქვია, შენ კიდე მაცხოვრის განკაცების პერიოდში და უკვე აღარ ამაქვს საუბარი მოგვიანო საუკუნეებში. ინტელექტუალი რომაელი წარმართი დასცინოდა იმ პლებებს იმ ხალხს, რომელსაც მართლა ჯეროდა რომ იუპიტერი და იმპერატორი ღმერთი იყო. აი მასხრად იგდებდნენ. არავის არ ჭირდებოდა ეს რელიგია, არავის არ ჭირდებოდა. პოლიტიკური აქტი იყო. იმპერატორისადმი მსხვერპლს შეწირვა იყო პოლიტიკური აქტი, როდესაც წმინდა გიორგი უარს ამბობს. დიოკლეტიანას შესწიროს მსხვერპლი, დაახლოებით რას აკეთებს იცი? დაახლოებით. აი ღმერთმა დაგვიფაროს. მე რო გავიდი ახლა თავისუფლების მოედანზე, დავხიო საქართველოს დროშა, კათოლიკური პასპორტი და საქართველოს კონსტიტუცია. ანტისახელმწიფოებრივი აქტად აღიქმება ის და არა ანტირელიგიური. არავინ არ უარყოფს, არავინ არ ებრძვის იმას, რომ ქრისტეს არსენ თავა. მეცაც გეტყვი. ქრისტეს, მოსეს და აბრაამის გამოსახულებას პანთეონში შეიყვანს რომ. ქრისტეს არავინ არ დევნის. არავის არ აქვს პრობლემა ქრისტეს აღიარე, უბრალოდ თავიდან როგორ არ ქონდა პრობლემა თავის თავაცხადია, რომში რელიგია დასაშვები იყო ორი პირობით, ის უნდა ყოფილიყო ნაციონალური და უნდა ყოფილიყო ძველი. ქრისტიანობა არც ერთი იყო და არც მეორე. თავის თავაცხადია კანონ გარეშე ედგა ქრისტიანობა ამ ნიშნით. მაგრამ როდესაც გავიდა 2 საუკუნე და ქრისტიანობამ რაღაცა ის თავი გააცნო იმპერიას, ქრისტეს არ დევნიდნენ ნამდვილად. უბრალოდ მოითხოვდნენ იმპერატორის გენიის აღიარებას. ისიც ერთადერთი რამის გამო. რომ ამით უნდა დაგედასტურებინა ლოიალობა რომის იმპერატორისთან და ქრისტიანები ეუბნებოდნენ. ჩვენ სხვანაირად ვადასტურებთ ამ ლოიალობას. არა რელიგიური აქტით, არამედ პოლიტიკური აქტით. ეს ვერ გაიგო რომა. აი ეს გაიგო კონსტანტინე. რომა ეს ვერ გაიგო. როგორ შეიძლება რელიგია და პოლიტიკა სხვადასხვა ადგილას იდგა? აი ეს გაიგო კონსტანტინე. ეკლესია ბუნებით არის ასეთი. ეკლესია მიცის. რომ როგორც პოლიტიკა მას მიუახლოვდება აუცილებლად ვნებული იქნება. სოლოვიოვი წერდა. არასდროს არავის ისეთი ვნება არ მიუყენებია ეკლესიისათვის, როგორც სახელმწიფომ გააკეთა. დიახ, ეს ასე იყო. სახელმწიფო არის მავნებელი ეკლესიისათვის. თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ამიტომ ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა ეს განცდა. პავლე მოციქული პირდაპირ იტყვის, კეისრის სასამართლოს მოვითხოვ, რომელი კეისრისაც კაცო? ნერონისას? ქრისტიანებს უაბავდა იმაზე, რა ქვია, ბოძებზე და იმას უსვავდა, რა ქვია, ზეც და წვავდა და ბაღებს ანათებდა, ამიტომ და ასე იმ ნერონისგან იტყობს სასამართლოს, კი იმისგან. ვიზე უნდა ილოცონ? ნერონზე უნდა ილოცონ. არ უნდა არაფერი, ეკლესია ბუნებით არის, სახელმწიფოს თხოვს, ევედრება სახელმწიფოს, თავი დამანები, იყავი შენთვის. ნახე რა არის საინტერესო? როდესაც კონსტანტინე ქრისტიანობას გამოაცხადებს ნებადართულ ხოლ თეოდოსე დიდი გამოაცხადებს მას რა ქვია სახელმწიფო რელიგიად თითქოს არ დადებითი აქტი იყო ეს თითქოს და კარგია ხო აი აქ ქრისტიანობა იტყვის რომ ეს არ არის კარგი ხმამაღლა არ იტყვის თავის თავაცხადე მაგრამ გამოხატავს ამ უკმაყოფილებას როგორ ბერმონაზნობის ინსტიტუტი დაარსდება გარბიან ქრისტიანები ის ვინც ნამდვილი ქრისტიანები იყვნენ და ვინც იცოდნენ ხედავდნენ რა საშიშროება უახლოვდებოდა ეკლესიას პირიქით, გასო, სახელმწიფო რელიგიად გახდა, აღარ დევნიან, გიშენებენ, გზებს გიკეთებენ, კრებებს გიწვევენ. ამაზე კარგი რა არის? არა, ეკლესიამ ბუნებითად გასო, განცდა ქონდა ეკლესიამ, ცუდი რაღაცა ხდება. ეს კი დადებითი მოვლენა, მაგრამ ამის უკან სახელმწიფო რაღაცას მალავს. და ამიტომ თავისი თავი შეინახა მონასტერში, გაიქცა. ბერმონაზნული სული ქრისტიანობაში ყოველთვის არსებობდა. მაგრამ პირველ საუკუნეში ქრისტიანობას ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბება არ დაჭირდა. რა მაინტერესებს? შოდა, დავასრულებ რა. აი ბერმონაზნები უკვე როდესაც გავიდნენ, უკვე მე-4 საუკუნეში როცა იწყება ინსტიტუციონალურად იწყება ბერმონაზნობის ჩამოყალიბება, ისინი უკვე თავისუფლები არიან რისგან? აი იმ ურთიერთობისგან, რომელი ურთიერთობისგან თავისუფალი ვერ არის კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ვერ არის ალექსანდრიის პატრიარქი, ვერ არის იმის ისა რა ქვია ანტიოქიის პატრიარქი, ვეღარ არის.
იმიტომ რომ ან ფინანსთა მინისტრია, ან ის არის, რა ქვია, რაღაცა სახელმწიფო მოხელე ხდება. ეკლესიას უკვე დიდი საშიშროება დაუდგა. ცნობილია ერთი ფაქტი, ფინანსთა მინისტრი ეპისკოპოსი იყო და ჩაკოლეს. როგორ შეიძლება ეპისკოპოსი ჩაკოლო, მაგრამ ის ეპისკოპოსი რო კოლავს, ეპისკოპოსი არ კოლავს, ფინანსთა მინისტრი კოლავს. ხატმებრძოლეობის ერესი რა არის, როგორ ფიქრობ? ხატმებრძოლეობის ერესი ეს არის ერთადერთი ერესი, რომელიც ეკლესიაში შემოვიდა სახელმწიფოსაგან და ეს არის პოლიტიკური ნიადაგზე დაწყებული ერესი. პოლიტიკური ნიადაგზე აუცილებლად. თავს მოხო ყველა ერესი უნდა ვეძებოთ ეკლესიის შიგნით, ხატმებრძოლეობა ეს არის ეკლესიის გარეთ დაწყებული ერესი. ბერმონაზური როცა წავიდა, ბერმა უარი თქვა. მონასტერმა დღევანდელ დღემდე საბერმონაზურს ინახავს ტონალობას, იმიტომ რომ ინსტიტუციონალური სიახლოვე სახელმწიფოსთან, ინსტიტუციონალური ერთობა სახელმწიფოსთან. ეს აუცილებლად თავის თავში გულისხმობს ეკლესიის ძალიან დიდი მასაკია გასაცდელს. არაფრით არ შეიძლება. კონფესიური სახელმწიფოს კი შუა საუკუნეებში ხო დავითის საქართველოს გვაქვს, ხო არის ბიზანტიის იმპერია, კონფესიური სამეფოებია, ხო? მაშინ უბრალოდ პოლიტიკური წყობა გულისხმობს ამას. პოლიტიკური წყობა გულისხმობს ამას, რომ ეკლესიას აქვს თავისი ადგილი მიჩენილი, კონფესიურია პერიოდი. თორე ეკლესიის ნამდვილი ისტორია, შენ თუ გინდა გაიგო, შოთაი, რას ნიშნავს მართლა ეკლესია? თავის თავად ხადია, კარგად გამიგე რასაც ვამბობ. წაიკითხე ეკლესიის ისტორია პირველ 3 საუკუნეში. აი ეს არის ნამდვილი ის ეკლესია, რომელიც დატოვა ქრისტე. თავის თავად ხადია ის წმინდა იოანე ოქროპირი, მაქსიმე აღმოსავლებელი და ისინი სანდიხო და რუდის ყლენა. ბიზანტიის იმპერიაში ყო თავის თავად ხადია. მაგრამ ეკლესიის ბუნება ჩანს სწორედ მაშინ, როდესაც სახელმწიფოსთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ჭირდება როგორი სახელმწიფო, იცი? ჭირდება სახელმწიფო, რომელიც უბრალოდ მის უფლებებს დაიცავს. არა მას ხელშეუწყობს, არავითარ შემთხვევაში, არა, მის უფლებებს და როგორც კი სახელმწიფო ხელშეწყობას ითხოვს, შეკვეთების მიცემასაც ითხოვს. და იცის ეს ეკლესია. და თუ დამიჯერებთ, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინა ეკლესია. ზუსტად იქნება ისეთი კატაკომბური, როგორც დატოვა მან. აი, რას დატოვა ის შეხვდება მას. ზუსტად ამ სულით. ეკლესია, რომელსაც ინსტიტუციონალური ერთობისკენ არ იწვის სახელმწიფოსაგან, რადგან ეს ინსტიტუციონალური ერთობა ეს იქნება სწორედ ის, რასაც პოლიტიკურ რელიგიას გამოიყენებს ანტიქრისტე. ეს მისი იარაღი იქნება. იქნება პოლიტიკური ისლამი, იქნება პოლიტიკური ქრისტიანობა, იქნება და სოციალური თავისთავად ცხადია. ეს ორი რელიგია დავაამურამდე, პოლიტიკურ-სოციალურამდე. ამიტომაც, როდესაც შენ სვავ კითხვას, მაცხოვრის ჯვარცმა და რომის იმპერია, მოსე და ეგვიპტე, ცოტა შორიდან უნდა დაიწყო. ბუნებიდან უნდა დაიწყო, ვინაიდან ადამიანში სულს რაც უნდა, ის აღარ უნდა ხორცს. დაზიანებულ გარემოში ვცხოვრობთ. ავადმყოფურ გარემოში ვცხოვრობთ. რაც ერთს უნდა, ის ეწინააღმდეგება მეორეს და პირიქით. ანუ ეს იყო სხვანაირად იყო ცოდვით დაცემული, ხო? შესაბამისად ისტორია ამას ყანახავს ჩვენ, რომ მოსე კი არ დაეჯახა სახელმწიფოს, არა. მოსე აკეთეს საფრთხე განგებულება რეალისტები. ანუ სახელმწიფოს ინტერესებში ახლა ფარაონი დაუჯერებს მოსეს, ეგვიპტე არ იქნება ვნებული, არ დაუჯერებს მოსეს, ეგვიპტე იქნება ვნებული. ბიზანტია დაუჯერებს იმას, აქვია ეკლესიას, ანუ ღირებულებებზეა საუბარი, ხო? ანუ ღირებულებითაც იტანამშრომლებს ამ წიაღთან. მოიგებს სახელმწიფო, ღირებულებითაც თანამშრომლებს წააგებს სახელმწიფო. სახელმწიფომ უნდა გადაწყვეტოს ეს. რაც შეეხება ეკლესიას არ უნდა უჩნდებოდეს სული. არ შეიძლება შოთ. ამას ვამბობ სული პასუხისმგებლობით. შორს სახელმწიფო ინსტიტუტები ეკლესიისაგან. შორს. იმიტომ რომ სახელმწიფო აუცილებლად ჩაითრევს. დავალებებს მისცემს. მაქსიმე აღმოსავლებელი რატო აწამეს, როგორ ფიქრობ? მონოთელიტობა რაც სჭირდებოდა, როგორ ფიქრობთ? ის ერესები, რომელი ერესების წინააღმდეგ იბრძვის ეკლესია, სახელმწიფო რა, შორს გას და უყურებს და ეკლესიას ეუბნება, რასაც მეტყვი მას გავაკეთებო, არა. ჭირდება. მონოთელიტობა ჭირდება იმპერიას დაკარგა, მთელი ისინი დაკარგა, რა ქვია, პროვინციები დაკარგა მონოფიზიტობის გამო. ჭირდება რაღაცა ისეთი მონოფიზიტაც რომ მოეწონება, დიოფიზიტაც მოეწონება. მთელი ეკლესია ჩაითრია ამაში. სოფრონი იერუსალიმი და მაქსიმე აღმოსავლებელი იყო დარჩენილი. მთელი ეკლესია იყო ჩათრეული ამაში. რატო ეკლესიას უნდოდა ეს? არა, სახელმწიფო სჭირდებოდა. შეკვეთა იყო ასეთი. ამიტომ ძალიან ისეთი, ამიტომ მაცხოვრის ამბობს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. ეს არის აი ის ნიშნული. რაც შეინახა ეკლესიამ თავის საბერმონაზლო წიაღში, შინაარსობრივად შეინახა. არ შეიძლება მათი ჩვენ მერე ვნახავთ შევეხებით. აი შევეხებით მონარქიის შემოღება, შევეხებით მონარქიის მინუსებს, შევეხებით მისი დაშვების პლუსებს. ამას შევეხებით აუცილებლად ვნახავთ იქ. აი ბოსესთან დაკავშირებით ვნახავთ. რომ ღმერთი იმისათვის რომ საზოგადოება ჯანსაღი დარჩეს, როგორ სრულიად კონფესიურ ეპოქაში. სრულიად მოსეს ეპოქა, თლიანად რელიგიურია. თლიანად არის რელიგიური, ყველაფერი რელიგიურია.
იმის საწონიც კი, რა ქვია, ხორბალი რო აწონო, ეს ხორბალის აწონვაც კი რელიგიური აქტია. რჯულში წერია წონაზომის ერთეულები. ყველაფერი რელიგია, ყველაფერი. აი იმ დროსაც კი ხდება გამიჯვნა სასულიერო დასიაკით, პოლიტიკური დასიაკით. არავითარია ის არ ქვია, თავისთავად ისტორიული იმის თვალსაზრისით ისრაელი და ძველი ახლის ეკლესია ერთ სუბიექტს წარმოადგენენ პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისით. მაგრამ მართლობითი ინსტიტუციონალური თვალსაზრისით შორს ერთმანეთისგან. ღირებულებითი თანამშრომლობა ინსტიტუციონალურ მაქსიმალურად რაც შეიძლება იმ ეპოქისათვის რაც შესაძლებელი იყო. საბოლოო ხაზია გაატარა მაცხოვარი. კეისრის ღმერთის არაურიოთ ერთმანეთში. სხვადასხვა პირველ ადგილას კეისარს ამბობს მაცხოვარი და არ ამბობს ღმერთს. პირველ ადგილას ასახელებს კეისარს. ამიტომ ჩვენ მე ვნახავთ რა შოთა მე მესმე შენს კითხვა რატომ გაგიშთა წინ გაგიშთა თავისთავად ცხადია ეს კითხვა მაგრამ ჩვენ ნელ-ნელა ვივლით და ვნახავთ ამ დეტალებს შევეხებით რა შევეხებით ვინაიდან ერთი არის ოდესაც აი ზოგადად მინდა იცოდე რომ ეკლესიისათვის ანუ ეკლესიის თვითყოფადობისათვის აზრი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ ინფორმაციას ეკლესია მაინც არსებობს მაინც ყოფობს აი თქვა ასეთი პოლიტიკური ფორმაცია, ისეთი პოლიტიკური ფორმაცია, ამას ვერ ვიტყვით ჩვენ რომ, რა ქვია, ეკლესია აქ შეიძლება არსებობს და აქ შეიძლება არ არსებობდეს. გამორიცხული ეკლესია ყველგან არსებობს. კომუნიზმის დროსაც არსებობს. სად იყო თორე კი? ყველა დროს არსებობს ეკლესია. ანუ ეს კონფლიქტი რასაც შენაბო, ხო ეს კონფლიქტი იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც ინსტიტუტები ცდილობენ ერთმანეთთან გაერთიანებას და ერთმანეთთან არამართებულ თანამშრომლობას. კონფლიქტი არ იწყება მაშინ, როდესაც ცდილობენ ღირებულებით თანამშრომლობას. სხვადასხვა ის არის გესმის, აი დავითმა რაც გააკეთა იმ კონფესიურ სახელმწიფოში, რომელიც კონფესიური სახელმწიფოც სამეფოც საქართველოს იყო მის დროს, დაიწყო სწორედ ეს. მიიღო მემკვიდრეობად ის რაც იყო და დაიწყო მთავარ რამეს მიხედა, რა იყო ეს? ღირებულებითი თანამშრომლობა დააწყებინა ხალხს ეკლესიასთან და არა ის რომ სიტყვაზე ვთქვათ პრემიერ-მინისტრი ყავდა უდიდესი ადამიანი და აი ამით სარგებლობდა ეკლესია მაშინ და პირიქით. ლუის უბნეს კრება ეგ იყო სწორედ. რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ იყო ეკლესიის სასარგებლო, პირიქით ეს იყო ეკლესიის ერთგვარი მძიმე პასუხისგებლობის ქვეშ დაყენება. დავითმა ეს გააკეთა სწორედ. ახლა თავისთავად ხარ ინსტიტუციონალურ გასაბერი გამოყოფდა. სხვა ეპოქა იყო და სხვა გარემო იყო, მაგრამ შინაარსობრივად ამას გულისხმობდა. როდესაც ეკლესია დატოვა პრივილეგიების გარეშე, ჭყალებში თავისთავად ხარდია ეს თქო, პრივილეგიების გარეშე დატოვა. პრივილეგია პირიქით მეჩეთს მისცა. არაბებს მისცა, მუსლიმებს მისცა, რომ იქ არ ყოფილიყო ხორი არ იმას ეკრა და არ შეეწუხებინათ ის ხალხი. ეკლესიას პრივილეგიები არ მისცა დავითმა. იმიტომ რომ იცოდა ეკლესია ძლიერი როდისაა. ეკლესია ძლიერი როცა პრივილეგიები არ აქვს. ეკლესია ძლიერი როცა პასუხისგებლობაა. ეკლესია ძლიერი როდესაც მასში განათლებული და ერუდირებული ხალხი მოღვაწეობს. მაშინა ეკლესია ძლიერი და არა იმ დროს, როდესაც სახელმწიფო მფარველობს და იქ იმარშება, რა ქვია, რაღაცა პასებს აწვდის და ეს უკან უბრუნებს კიდე. რომ ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი. ძალიან ცუდად დასრულდება. არ შეიძლება ეკლესია მე პირადად ნატრულობ იმ დღეს იმ ეპოქას, როდესაც აი ინსტიტუციონალურად ბოლომდე გამიჯნული ეკლესია თავის საქმეს გააკეთებს. რა არის ეკლესიის საქმე? დაადასტუროს ქრისტეს სიტყვა და მის მაცხონებელს სოსტახორს აზიაროს მის მორჭა. იქ ადაგოს და ეს სხვა საქმეა, ეს კიდობანია, რომელიც მისულა, ეს ხომალდია, რომელიც მიცულავს ამ ზღვაში. ამ ხომალდის საქმე არ არის მიადგეს ყველა კონსულს, ამ ხომალდის საქმე მიადგეს ერთადერთ ადგილას. ეს არის სეციური იერუსალიმი. მორჭა, სხვა საქმე მას არ აქვს. აი ხატი რო არის ეკლესიის ხატი ხომალდში როა მაცხოვარი და მოციქულები რო არიან და ერესების წარმომადგენლები რო ამ ხომალდს გარედან რაღაცებს იმაშვებიან თუ გაგვწევს ხატი ნანახი. ყველა ეს დგანან და ეს ერესების ისინი რა ქვია ერესი არქები რომ ამ ხომალდს უტევენ ხო ყველას უნდა თავისკენ წაიყვანოს ეს ხომალდი როდესაც ეს ხომალდი სულ სხვაგან უნდა წავიდეს. თელი შინაარსი ამისი ეს არის გესმით ეკლესიაზე იმიტომ გადმოვიდი რომ შენ მოსე და ეგვიპტე რომს და ქრისტიანობას ერთად იმასაკენი და აქ ამიტომ გამოვთო რაღაცა აზრით ამ კითხვაში კიდე დევს გასამიჯნი დეტალები ნედან მოსე და ფარაონი ცოტა სხვა რამეა და ჩვენ ნახავთ რა არის და რომი და ქრისტიანობა კიდე სხვა რამეა რაღაცა აზრით ერთია მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით კიდე სხვა დეტალებია. დიდი მადლობა. კიდევ არის კითხვები? მე მაქვს შეკითხვა ბატონ გიორგი. ესე იგი მოკლე შეკითხვა ძალიან. შეიძლება ყური ვერ მოვკარი, კარგად თქვენ რო საუბრობდით. მაინტერესებს რა ვითარებაში გაიგო მოსემ თავისი ეთნიკური წარმომავლობა
ვისგან გაიგო თუ არსებობს ესეთი ინფორმაცია? არა, უნდა გაიგო თავისიანებისგან, ანუ ის კიდე ერთხელ ვის ახლა კი არ გავიდა მარტო, ის გადიოდა ხოლმე თავისიანებთან ქონდა ხშირი ურთიერთობა და იცის დედამისისგან, მამამისგან რომ ებრაელია ეს. იცის, უნდა იცოდნო. მათი გაზრდილი არ არის? კი, დედის ძით არის ნაყოფი, ეს უნდა ცოდნო. ანუ ამ ცოდნის ამის გაგების რაღაცა ალბათობა ძალიან დიდია იქ გარემოში. ანუ ქამიტებისა და ებრაელების კანის ფერი და ვიზუალი ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ებრაელი შეფარვით ყოფილიყო, ესე ვთქვათ, ეცხოვრა ებრაელს, ესე ვთქვათ, ეგვიპტეში რა, როგორც კანისფერი განსხვავდებოდა და ვიზუალურად განსხვავდებოდნენ თავისთავად ცხადია, მაგრამ ეგვიპტეს ჰქონდა საშუალება ზალ კონდა საშუალება იმ მაგალითად, როდესაც სარა უნდა გამხდარიყო ფარაონის ეგვიპტის დედოფალი, როდესაც იოსები ავიდა სამეფო ტახტზე არა, უბრალოდ პრემიერ-მინისტრის ტახტზე, ეგვიპტეს ჰქონდა ის საშუალება, რომ კანის ფერსაც კი მოიყვანდნენ ეგვიპტელის ყაიდაზე. ხა მოსეს ბავშვობიდან უკეთებდნენ, ამას და შესაბამისად ძალიან მარტივად ხდებოდა ეს. კანის ფერს შორის იყო განსხვავება თავისთავად ცხადია, ჩვენ მე ვნახავთ, რომ მოსეს დასცინებენ ამისგან. ანუ თანამედროვე კოპტები, რომლებსაც არა, დღეს არა, დღეს ვერა. დღევანდელ დღეზე მაგალითის გატარება გაგიჭირდება. დღევანდელ დღეზე გაგიჭირდება. მაშინ იყო ძალიან ისა შესამჩნევი ეს თორე დღეს ასევე ვერ გააკეთება. მადლობთ. ნაზონით. კარგით, უღრმესი მადლობა ჩვენს მასწავლებელს. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ კვირას, როგორც თქვით, უკვე უშუალო ურთიერთობისას ბევრად უფრო სასიამოვნო ჩვენთვის ჩვეულ რეჟიმში და ილოცავთ კვირა დღეს. გაიხარეთ, კარგად მზადდებოდეთ.